მოგესალმებით 16 აპრილს სამშაბათ საღამოს ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და დღეს წარმოგიდგენთ პრეზიდენტის პოზიციის სტუდიაში და მივესალმებ უკვე ჩვენ სტუმარს აღნიშნებისა. ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით სტუდიაში მოსვლას და პირდაპირ ეთერში გადაცემაში მონაწილეობას. და მინდა პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყო საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე, რადგან ბოლო დღეებია უკვე კეთდება განცხადებები და ისმის პოზიცია მთავრობის რომ უნდა დაიწყონ ომის გამოძიება. დღეს პროკურორმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მოვისმინეთ თქვენი განცხადებაც რომ თქვენ არაპირებთ გამოძიებასთან თანამშრომლობას, რასაც თქვენმა ოპონენტებმა ასე ვთქვათ უწოდეს ისტერიული თქვენი ეს რეაქცია. რატომ მოყვა თქვენი მხრიდან ასეთი რეაქცია? რა საფრთხეს ხედავთ რომ ეს ომის გამოძიება დაიწყოს და ფიქრობთ რომ თქვათ ამოწურულია ყველა კითხვა მომთან დაკავშირებით? პირველ რიგში მე ამ შენობაში 3 წელი არ ყოფილვარ და მინდა თქვენ გითხოთ რომ რა სტატუსით მომიწვიეთ მე ალბათ როგორც პრეზიდენტი ხო, მაგრამ პრეზიდენტი 3 წლის წინ და პრეზიდენტი ახლა ეს არის სრულიად სხვადასხვა რამ. ჩემი პრეზიდენტობა 3 წლის წინ მიუხედავად ყველა სირთულეებისა იყო ჩემთვის ძალიან დიდი გატაცების, ძალიან დიდი გრძდებარების, ენერგიის გამოწვევების წყარო. ჩემი დილა იწყებოდა იმით რომ ვილაპარაკობთ აბა სად რა მშენებლობა უნდა გადავიწყოთ, სად რა უნდა გავაკეთოთ. აი ეს დაგვრჩინოდნენ ამდენ ლენტებს ჭრით, მაგრამ ესეც სიამოვნებას მანიჭებდა. სად რამდენი ახალი სამუშაოს ადგილი უნდა შეგოქმნას საწარმოებში. საერთაშორისო გამოწვევები რა იყო. ახლა ჩემი პრეზიდენტობა და ღიად შემილი ამაზე ლაპარაკი. ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული და ძალიან უსიამოვნო პროცესი. ხა დილას ვიღვიძებ და პრაქტიკულად მართლა გითხრათ, აი ყოველი დღე ჩემთვის არის ძიმეთ იწყება, იმიტომ რომ ყველა ჩემი ძირითადი პროექტი არის გაჩერებული. და ჩემთვის გაუგებარი მიზეზი და მე თარიღებს უყურებ. მე ვიცოდი მაგალითად რომ მარტში და ეხლა სულ ფიქრობ, აი 1 წელი კიდე რომ დამცლოდა. აი ამის ყველაფრის ხელმძღვანელობა. მარტში მაგალითად აპრილში წყალტუბოში დავამთავრეთ პირველ რიგის სამუშაოების და წყალტუბოს აფხულში დაასაქმეთ 10,000 ადამიანს ირიბად და პირდაპირ რამდენიმე ათას შეიძლება 9-10,000 და ჩვენ გვექნებოდა ერთი მაგარი კურორტი. სვანეთში, სადაც ყველაფერი ახლა გაჩერებულია, სადაც ზამთარში ტურიზმი საერთოდ არ იყო, რომელიც ასაქმებს იქ ხალხს, სხვა შანსი არ აქვს სვანეთს, ხო ხა იქ სხვა რესურსები რა არის, ხო. ჩვენი საბაგიროები, რომელიც საფრანგეთში პრაქტიკულად უფასო ისეთ კრედიტით მოგცეს, რომ პრაქტიკულად ნაჩუქარი იყო, გაჭედეს ხა საფრანგეთში, ჩვენ მთავრობას ეს არ მოაქვს. ეს აღარ არის მათი პრიორიტეტი. 1 წელი რომ დამცლოდა, ჩამოვიტანდი უკვე ზაფხულში თეთრნულზე იქნებოდა ახალი კურორტი და პრაქტიკულად მესტიაში არ იქნებოდა არც ერთი დაუსაქმებელი ადამიანი, არც ერთი ოჯახი შემოსავლის გარეშე. ეხლა სასაცილო და ყბადაღებული თემა ვიღაცეებისთვის ლაზიკის სპორტი. მაგრამ 21 საუკუნეში შავი ზღვის შეხედეთ სადავართ რუკაზე საქართველოს სტრატეგიულად. სხვა რომელიც არის ჩინეთიდან ყველაზე მოკლე გზა ევროპისკენ, ხო? ეს ისეთი ოქრო საბადოა. ეს დასაცინი კი არ არის. ეს არის ღმერთმა მოგცა კანიონი, რომელიც ერთ-ერთი რუმინეთში კიდე ჩვენთან კონსტანცა არის და კონსტანცა არის დიდი პორტი ძალიან. სადაც შეგვიძლია და თან ზუსტად ოკუპირებული ხაზის აქეთ, სადაც შეგვიძლია ავაშენოთ ისეთი პორტი, რომელიც დაასაქმებს ათობით კი არა 100,000 ადამიანს, იმიტომ რომ ეს ხო ლოჯისტიკა, ეს არის თერიტურითები წამოვა ავღანეთიდან ეხა გამოდის ჯარი ის თურთები, ხალხად რო კარგად და ეს არის გათას თემა. არის რამდენი ამ თემაზე ვიწყებ ლაპარაკს, ჩემი მეცნიერული, კაი ეხა ხალხს ნოაღიზიანებ რადოს ლაზიკა. მაინც ვშევტად ვით გავაგზავნებ ამაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი რაღაცა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოსთვის ეს არის და საქართველოსთვის ეს არის დასაქმების უებარი საშუალება. ამიტომ ამას ბევრი სხვა საკითხია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან ბევრი ტკივნეული საკითხია, ეხლა რამდენი ვიზიტი მქონდა, ხო? და მართლა სერიოზულ ხალხი მიიღებს, სერიოზულ შეთანხმებას ვახცევ, მაგრამ ვინ არის პარტნიორი მთავრობაში, ვისაც შეიძლება უთხრა, თუნდაც გაუზიარო ის, რასაც მივახციეთ, ამ მოლაპარაკებისთვის ორხრივი, ან ის საფრთხეები, რომელიც დავინახეთ თუნდაც ამ ბოლო ვიზიტების დროს იქ ამ ხელა ის ხო ჩვენ ყველა მეზობლის ლიდერთან ვიყავი, ამერიკაში მიდივარ ახლა, ევროპაში სულ დავდივარ. ერთი სიტყვით მე რატო დავიწყე ეს კითხვა, რატო ზივარ კიდე ერთ-ერთი განსხვავება ახლა ის არის რომ თქვენ ზიხართ ამ სტუდიაში და აქედან მიყავთ სახლში, მე მოვიდი ამ სტუდიაში და აქედან წავალ სასახლეში. მაგრამ ფუნქცია იმისა რომ ეს 1 წელი მაინც არ ჩენილიყავით
ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ფუნქცია პირდაპირ ვთქვა და ყივნეული. განპირობებულია შემდეგი რაღაცით. ჩვენ გვაქვს დემოკრატიის რაღაც ჩარჩო. ჩვენ გვაქვს ეს დემოკრატია გადასარჩენი. ჩვენ რამდენიც ამ ლაპარაკობთ დემოკრატიულ ჩარჩო ჩვენ შევქმნით. ჩვენ შევქმნით ჩარჩო, რომ არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც არის გადასარჩენი. ჩვენ გვაქვს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ეხლა შანსია მართლა დამოუკიდებელი გახდეს, იმიტომ რომ ჩვენი დანიშნული კი არიან ეს მოსამართლეები, მაგრამ ახალი თავრობის პირობებში ხო ისინი აღარ არიან ამათი მეგობრები, ახლობლები, ინსტიტუციურ გარანტიები ჩვენ ვერ მივეცით, რომ დამოუკიდებლები არიან მაღალი ხელფასები და დაცვა. თავიანებოდ თავი და იყვნენ დამოუკიდებლები. მედია გვაქვს გადასარჩენი. ეს ტელევიზია გვაქვს გადასარჩენი და სხვა ტელევიზიებიც ხა არ ყოფნე. ხო პრობლემებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრობლემებია თქვენ. თუმცა მედიაში პრობლემებზე საუბრობთ თქვენ დროსაც იგივე სასამართლოსთან მიმართებაში. თქვენ მოდი ვთქვათ ეხლა ჩვენ დროს გაიხსნა უფრო მეტი ტელევიზია საქართველოში ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოს კოღაჟი ერთად ეხლა. ჩვენ დროს გაიხსნა მაესტრო, მეცხრე არხი, ახალი მეცხრე არხი, თავისი თელი ინფოებით, უამრავი რეგიონალური ტელევიზია, უამრავი გაზეთი, მე აღარც მე არხებში ჩამოთვლით, ყველა მის ეხლა გადახედეთ, ჩვენ თქვენ იცით და მეც ვიცი, მე ჩემ პრეზიდენტობამდე იყო პირველი არხი, იმედი, თქვენი არხი და პატარა რაღაც მეცხრე არხი, რომელიც მე თვითონ პატრონობდა ხო. ასე იყო ბევრი კითხვა მე რეგიონში რახან დაუბრუნდით ეხლა ამ თემას და თავარი პრეზიდენტის ფუნქცია დღეს როგორც არასდროს რო დაუბრუნდით იმ თემას, რომელსაც თქვენ მეკითხეთ. თავარი ფუნქცია როგორც არასდროს გამოიკვეთა ახლა ის ეჭვიც მე მქონდა რომ გამოიკვეთებოდა მე ამის შესახებ ჩვენ ხალხს ვეუბნებოდი არჩევნებამდე რომ ეს გამოიკვეთებოდა ამას ახლა ნამდვილად არ ვაბობ ნიშნის მოგებით იმიტომ რომ ნიშნის მოსაგები არც არაფერი არა ხალხმა მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო და მე ვფიქრობ ხალხი არასდროს არ ცდება და ალბათ და სწორი იყო მაგრამ დადგა სუვერენიტეტის საკითხი ის თემები რომელზეც ჩვენ საუბრობთ ეს არ არის სააკაშვილის თემები სააკაშვილის გამოცდილება ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენიტეტი. დღეს ყველაზე მთავარ რაღაცას უქმნიან საფრთხეს. იმიტომ რომ მოდი ვთქვათ ასე და მე ამას ბევრჯერ გავიმეორებ. ომი 2008-ში არ დაწყებულა. ომი დაიწყო იმ მომენტიდან, როცა 1999 წლის 9 აპრილს რუსულმა ტანკებმა პირველად გადაგვიარეს რუსთაველზე, როცა სოხუმში პირველად მოკლეს დაიყვარა სისხლი მოკლეს ადგილობრივი აქტივისტები, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები. როდესაც ცხინვალში გაისრულა პირველად, როგორც კი გაჩნდა რეალისტურად საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, იმპერიამ დაიწყო ბრძოლა. ომი გაგრძელდა 92-93 წლებში, ომი გაგრძელდა სხვადასხვა პროვოკაციები მთელი ეს ათწლეულები, ორივე ათწლეული, 2008 წელს იყო ამ ომის ყველაზე დიდი ესკალაცია ბუნებრივია, მაგრამ ვიტყვი იმას, რაც არაპოპულარულია შეიძლება, მაგრამ ომი გრძელდება დღესაც. 2008 წელს ჩვენ 2008 წელს რუსეთი შემოვიდა და დამატებით დაიკავა კიდე რაღაც ტერიტორიები და 2008 წელს უბრალოდ იძულებული იყო რომ თელი ზარდი დაეთმო სხვა ყველა რესურსი ამოწურა მაგრამ ემბარგო ყველანაირი პროვოკაცია დაშინა 2008 წელს გაგრძელდა მაგრამ ჩვენ ამ ომში დამარცხებულები არა ვართ გამარჯვებულებიც არა ვართ ჯერ მაგრამ დამარცხებული არ დამთავრებულა დამარცხებული არა ვართ რატო იმიტომ რომ სტრატეგიულად რუსეთმა ვერ მიაღწიათ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ და მოდი მე ამაზე ვარ ველაპარაკო აუდიტორიას იმიტომ მე ის რთული გასაგებია. ხო, სწორედ ამ კუთხით 2008 კი ამაზე გადავაბა 2008 წელს და დღეს რეალურად არის საფრთხე დღეს არის საფრთხე რომ ჩვენ ამ ომში დავმარცხდეთ. დღეს არის საფრთხე რომ ჩვენ ტერიტორიები მართლა დავკარგვოთ, იმიტომ ტერიტორიები დღეს წართმეულია, მაგრამ საერთაშორისო სამართლებრივად ეს არის ქართული ტერიტორია, რუსეთი ფულს არდებს, იმიტომ რომ იცის რომ არა მარტო ნიკარაგუის და ტუვალოს ცნობის იმედია შანსი არ აქვს რომ მან ეს დაიკანოს, ამიტომ ფულს არდებს, ელოდება იმ მომენტს, როცა ციხე შიგნიდან გატყდება და ქართველების ხელით დაიკანონებს ამ ტერიტორიებს, იმიტომ რომ რუსეთს მოუხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიტაცებული ყველა ტერიტორიებიდან გამოსვლა. აქედანაც გავა. არ არის ის დაკარგული, მაგრამ ეს პერსპექტივა გამოჩნდა ახლა. პრეზიდენტად ვიდრე 2008 წლამდე იყო. და არის უსაუბარი რომ მეტი ტერიტორია 2008 წლის ომის შემდეგ ვთქვათ ოკუპირებულ ნაწილში მოხვედრილი და უფრო გართულდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. ესე იგი, მოდით რომ გავიტოპოთ საიდან, ესე იგი. ჩვენ რუსეთი როგორ აწესრიგებდა საერთოდ, აი რო ვთქვათ ქუჩური ტერმინით, რუსული როგორ აიასნებდა სიტუაციას ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე. რუსეთი წააძახებდა, ესე იგი, მოიცემდა კიტოვანს იარაღს. კიტოვანი წავიდოდა
დაარტყავდა კანონიერ არჩეულ პრეზიდენტს. მე მიცემდა იმავე კიტონას და იოსენიანს იარაღს და ის შევიდა აფხაზეთში. ეგრევე როგორც კი შევიდა აფხაზეთში, მიცა ბევრად უკეთესი იარაღი და შემოიყვანა დაქირავებულები და მე თავისი ავიაციით შემოვიდა და გამოყარა იქიდან. რუსეთი იგივე საკეთებდა ტაჯიკეთში, იგივე საკეთებდა ყირგიზეთში, იგივე საკეთებდა უკლებრივ ყველგან პოსტსაბჭოთში, მოლდოვაში და ასე. შეელვა ესე თვითონ გადაწოლიყო უკარავით მარაფიშოშია. სამშვიდობოს როლიც ეთამაშა ამის შემდეგ. მოეწერემია ყველა ხელშეკრულებაზე ხელი და თვითონ ხელი გაიბანდა და ყველაფერი ქონდა დაჯერილი. საქართველოს აღმოჩნდა პირველი ქვეყანა ვარდების რევოლუციის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომელსაც თქვა, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, რომელიც დაიწყო ნამდვილი სახელმწიფოს შენარჩუნება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი გავდენთ უშიშროების სტრუქტურებიდან, ჩვენ მართლა გავდენთ შეერაღებული ძალებიდან და სხვა სახელმწიფო პერკედებით, ჩვენ მათ მოუსწრეთ საშუალება შიდა манипуляციების და 2008 წელს იქა ვიღაცა დაგვსის ხმა, ნიღაბი ახადეს, სისულელ ფრაზას ვინ თქვა, მე არასოდეს არ მithქვას, ეს სისულ ნიღაბი კი არა უხადეთ. იძულებული გახდა სხვა რო ყველაფერი ამოწურა, შემოსულიყო ცხელი ომის სტადიაში და მთელი მისი არმიით შემოვიდა, ხო? მაგრამ მთელი მისი არმიის შემოსვლის მიზანი რა იყო, ხო? მოდით თქვათ, რომ ეს არ იყო, თქვენ თვითონ მიხსენეთ ამ წუთში დამატებით ტერიტორია, ეს არ იყო დაბა ახალგორი, ეს არ იყო სოფელი საკენი, აჯარა, ქურთა, თამარაშენი, კეხვი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს წარმოგიდგენთ, რუკა შეხედა, რამხელა იმპერია კეხვისთვის და თამარაშენისთვის გააკეთა ეს. მან ეს გააკეთა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა ქართველის შემდგომი თაობისთვის, კავკასიელების შემდგომი თაობისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა შემდგომ და გარშემო რეგიონისთვის ეთქვათ, რომ ყველანაირი ექსპერიმენტები ჩემი ნებართვის გარეშე სახელმწიფო შექმნის დაიჯება, ასე რომ ის მოდიოდა, რა თქმა უნდა, თბილისში, ეს ხო ჩემი სიტყვები არა, პრეზიდენტ სარკოზიმ თქვა 20-ჯერ თბილისში მოდიოდა, მითხრა პუტინმა, კონდოლიზმა რაისს უთხრა, რომ მიდივარ თბილისში გასანადგურებლად. მისი ამოცანა იყო თბილისი, მისი ამოცანა იყო ამ ჩვენი დროშის ჩამოგდება და 21 წლის გამეორება, მისი ამოცანა იყო საბოლოოდ თავის ისტორია შევხედოთ, რუსეთი მე-20 საუკუნეში შეიჭრა რამდენიმე ქვეყანა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ფინეთი, სადაც მან ვერ აიღო თელი ქვეყანა. ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, უბრალოდ ბალტიის ქვეყნები, დასავლეთ პოლონეთი, ავღანეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი. აიღო 2-3 დღეში ჩვენზე დიდი ქვეყნებია ყველა, ავღანეთი რამდენად უფრო დიდი ქვეყანა და რამდენი ხალხი ცხოვრობს და ერთ საქართველოს აღმოჩნდა პირველი ქვეყანა ფინეთის შემდეგ 1929 წელს, პირველი ქვეყანა 2008-ში, რომლის აღება მან ბოლომდე ვერ მოახერხა და მაშინ თუ გაბრაზებულმა პუტინმა მედვედევმა ჩხუბის შემდეგ რომ ხელებს იქნებენ თქვენს რომ არაუშავს. ეხლა ვერ მოახერხეთ ცოტა მოთმინება ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას გარკვეულ პროცესებში საქართველოში შეიცვლება თავრობა ეს თავრობა გაასამართლებს სააკაშვილს რომელსაც მანამდე სხეულის ბილი ადგილებით პირდებოდნენ გაასამართლებს სააკაშვილს და ამიტომ ვიზახე რომ მან რომელიც ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს საქართველოს განვითარება გაგრძელდა და გაუყოვნებლივ თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ და შევალთ იმ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში რომელზეც ვლაპარაკობთ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოებრივ ხელშეუხებლად შენარჩუნებას შანსი არა რომ რუსეთი არ წავიდეს იმ ტერიტორიებზე მაგრამ თუ დღეს ჩვენ გავაცხადებთ კაპიტულაციას ჩვენი საქმე დამთავრებულია და ეს მინდა სწორედ გითხოთ ეს კაპიტულაციას ნიშნავს აი რა მინდა იცით გითხოთ მართალი გუნდის რომ ამბობს რომ თქვა მაშინ უარი უნდა თქვა საერთაშორისო ვალდებულებებზე იმიტომ რომ არის საუბარი საერთაშორისო ვალდებულება ითხოვს ამ ომის გამოძიებას რომ აწარმოოს არის ასევე საუბარი იმაზე რომ თქვა არ უნდა გამოიძიონ ის თუ ვინ დაიწყო ომი ამან თუ როგორ მოქმედებდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასე თქვა ქვეყნის ომის დროს და ძირითადი ბრალდება სწორედ ის ისმის თქვა თქვენი და თქვენი ხელისუფლების მისამართით რომ შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას აერიდებინენ თქვენ ახლა საუბრობდით თქვა რუსულ სცენარზე და რუსეთის სურვილებზე მაგრამ შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდანაცილება და თქვა შესაძლებელი თუ იყო რატომ არ გაკეთდა ჩვენ ხალხი და ყველაფერი გააკეთა თუ არა ქართულმა მხარემ ჩვეულებრივი რეაქცია ნებისმიერი ნუ ადამიანს რომელიც ყოველდღიურად არ ფიქრობს პოლიტიკაზე იქნება რომ თუ რამის არის შინიათ რა პრობლემაა რაც უნდა გამოიძიონ ბოლოს კითხვები გაუჩნდებათ პასუხები გასცეთ და ეხლა დიდი ამბავი თუ სიმართლეა ყველაფერს იმათ ადგეს და მე დავწუნე მარტო პოლიტიკოსები კი არა ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც პოლიტიკაში არ არის და ყოველდღიურ უკმაპურზე ფიქრობს ამას იტყვის აი ხა როცა ეკრანზე გუყურებს რა პრობლემაა თქვა გამოძიებას რომ მაგრამ მე მინდა მე ვარ არა მხოლოდ იურისტი არა მე ვარ თუ სისხლის სამართლის უბრალოდ საერთაშორისო სისხლის სამართლის ადამიანის უფლებებშიც მაქვს რამდენიმე სასწავლებელი დამთავრებული ასე ვთქვათ და მე ეს თემა კარგად მაქვს შესწავლილი ვიცი რაზეა საუბარი
როდესაც ჩვენ გვქონდა აქ მართლა ვალდებულება საერთაშორისო სასამართლო გეუბნება რომ და ჩვენი ინტერესია რომ საერთაშორისო სამართალო ეს გამოიძიოს მართალია იმიტომ რომ პირველივე მოხსენებაში Human Rights Watch-ის ომის შემდეგ ნათქვამი იყო ნათლად რომ ქართული ჯარისკაცები იქცეოდნენ ძალიან კარგად მე ძალიან ვამაყობ რა სამოდე რომ როცა შედიოდნენ სოფლებში მაგალითად ეს სოფლები იყო კონკრეტულად აღწერილი ქართული ჯარისკაცები გვეუბნებოდა და ისეთები როგორც გიორგი ანწუხელიძე მაგალითად რომ მიშამ გითხრა რომ ოსები ძმები არიან ყველას უნდა ძალიან ტკბილად მოეპყრათ და მართლაც არ იყო დარღვევები ადამიანის უფლებების მეორე მხრიდან იყო მასობრივი დარღვევები ყველა მოხსენებაში წერია ყველა მოხსენება ხო ამიტომ ჩვენი ინტერესია ესა და ჩვენ დავიწყეთ ამ პროცესების ინიცირება მაგრამ როდესაც ჩვენ გვეუბნება ჯერ მაგრამ დააკვირდით როგორ დაიწყეს ლაპარაკი ჯერ პირველი ანუ გვინდა საერთაშორისო გამოძიება თავისით მიდის ეს ჩაოლებრივი რაღაცაა ეს არის ძალიან გრძელვადიანი და ძალიან იმედმგამცრუებელი პროცესი ხშირად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია, აი ხა სტრასბურგში დიდი სარჩელი გვაქვს, უამრავი კონკრეტული საჩივარია შეტანილი ადამიანების სახელით 2000-ზე მეტი და თუ რამდენიმე კიდევ უფრო მეტი. და ამიტომ ეს საბოლოო ჯამში პატარა ქვეყნისთვის სამართლებრივი ინსტრუმენტი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მათ შორის ესეც. ეხლა ეს არის ერთი ხარი. თუმცა პრობლემა ისაა რომ რუსეთი ხელმიუწვდომელია და ამიტომ რუსეთს ვერ კითხავენ, რუსეთი არ არის ამ კონვენციის წევრი, რუსეთს ვერაფერს ვერ უშვებიან, მაგრამ ნუ ისიც თუ დადგინდება რომ სიტყვაზე კოკოი დასაჭერია, რა თქმა უნდა რუსეთი მას არ დაგვეჭერებს და წაიყვანს და თავისთან იქ აგარაკზე მოათავსებს სადაც გორკიში, მაგრამ თავისთავად კარგი იქნება რომ რუსეთში იცხოვრებს ვიღაცა ესეთ დასაჭერი ტიპაჟი, რომელზეც საერთაშორისო სასამართლომ გაქცა სანქცია. მე ამის ყოველთვის მომხრე ვიყავ. ეხლა მეორე საკითხია როგორ მოქმედებდა მეორე საკითხია რომ აქ ეს ბელეტრისტიკას ხო ლაპარაკობთ ჩვენ აქ ასავალ დასავალის ენაზე ხო ლაპარაკობთ რომ რეზერვი როგორ მოქმედებდა და რა თქმა უნდა ბევრი შენიშვნები და პრობლემები როგორ მოქმედებდა ვინ აბრძანება გაცა ვისაც იყო გიგი უგულავა რატო დარბოდა იქ გორში და ეს მაგრამ ეს არ არის იურიდიული ენა ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი თუ კომისია იქმნება ამის გამოსაძიებლად პროკურატურაში და არა პარლამენტში ან საზოგადოებრივი ან რომელიმე სხვა. საუბარი ორივე. თუ პროკურატურაში იქნება კომისია, პროკურატურას შეუძლია ეხემძღვანელოს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კაცრი ნორმებით. ეხლა მოდით თქვათ რა არის ნორმები ძირითადი ომთან დაკავშირებით. რა შეიძლება გამოიძიოს ახლა აქამდე სულ გვესმის პოლიტიკოსებს განცხადებები. აგერა ახლა მე როგორც იურისტი ცოტა ხანი ქუდს მოვირგებ იურისტის და წაგიკითხავთ რა აზია აქ საუბარი რომ ჩვენ ხალხმა იცოდეს იმათ ვინც იძახს რომ რა მოხდა დიდი ამბავი გამოიძიო. ესე იგი, მუხლი 404, რა მუხლები არსებობს ამ თემას? აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება. მუხლი 405, მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისკენ. მუხლი 406, მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება. მუხლი 407, გენოციდი, რუსები რასაც ამბობდნენ. ხო, პირველი განცხადება იყო, რომ მე თვითონ კი რამ დავიჩერე, როცა CNN-ის ეთერში გამოდიოდა და ქვემოთ დაიწერა. ეკრანზე უყურებ რა, კოპალას, სასტუმრო კოპალას სახურავზე იყო. ინტერფაქს სააგენტო 2000 კაცი მკვდარია ცხინვალში. კი ვიცოდი რომ 2000 კაცი კი არა რამდენიმე ასეული იყო დარჩენილი, მაგრამ მე თვითონ გული გამისკა, იმიტომ რომ ხო სამხედრო მოქმედება ვაიმ თუ მართლა რაღაცა ასეთი ხდება, რა თქმა უნდა სრული სისულელი და ბლეფი, მაგრამ ეს რაც მათი პროპაგანდა იყო. დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ ეკოციდი, აი ეს რაც ბორჯომში გაგვიკეთეს, ტყეებს რო გვიწოდეთ. დაქირავების მონაწილეობა შეერაღებულ კონფლიქტებში გასაგებია ვისი ვის ეხება ეს მუხლი. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ეს არის ძირითადი მუხლი. ანუ სისხლის სამართლებრივად როგორც კი იქნება ახალი ამბავი. საერთაშორისო პრესა. პირველი ახალი ამბავი უკვე გავიდა, რომელიც ეხლა ვიყავ პოლონეთში. და გაოგნებულები იყვნენ პოლონელები და იმ დღეს ველაპარაკებოდი გივით არგამაძეს, რომელიც ლიტვაშია და ლიტვებს არ ჯერათ. იმიტომ რომ ეს ორი ყველაზე ისეთ ხერია, რომელიც დაგვიქცა. რომ არ გჯერა, რომ თქვენმა მთავრობამ თქვა, რომ თქვენ პირველებმა გაისურვათ, თქვენ პირველებმა გააწერეთ ჯარი. არ გჯერა, იმიტომ რომ ეს იგივე რა. პოლონეთს რო დაეთხა გერმანია თავს, გერმანიამ თქვა, რომ რადიო სადგური ქონდა ჩვენ ტერიტორიაზე, საზღვარი პოლონელები გადმოვიდნენ. დაგვეხოცეს გერმანელი ჯარისკაცები, შემთხვევით იქ ქონდა მრავალ ათასიანი არმიის ტრეინინგი, რა გვექნა? ხო გულდა გვებას ხო გადავედა უცებ რომ გამოსულიყო რომელიმე პოლონელი პოლიტიკოსი, რომელიმე პრემიერ-მინისტრი აღალაპარაკო. და ეთქვა რომ ხო, პოლონეთმა პირველად დაძრა ჯარი მართალია. თუმცა შემდეგ გააკეთა პრემიერ-მინისტრი. ისინი აგრესორია, მაგრამ ჯარი მაინც ჩვენ დავძარით, ხო პირველად. ამას ამბობდა ზუსტად რომ გერმანია პოლონეთს მიმართ და რუსეთი საქართველოს მიმართ რო გვესმოდეს. პოლონეთში რო ვიყავით, რომელიც მართლა პრეზიდენტ კაჩინსკიმ გადაიხადა თავარი ფასი იმისთვის რომ ჩვენ გადავრჩით. თავარი ფასი. და ყველა პოლონელი პოლიტიკოსი ასე ფიქრობს, მარტო კაჩინსკი არა. პირს ხურებს არ დაუჯერებს, მაგრამ მეორე საკითხია, როგორც კი ახლა მეორე ამბავი იქნება, რომ საქართველოს პრეზიდენტს წყალსაც წაუღია საქართველოს კონკრეტული პრეზიდენტი, ჩემს ლაპარაკობ, მით უმეტეს
ბეზიზღება იმას, რასაც ყოველდღიური ჩემი რუტინა დღეს. როგორც კი იქნება ახალი ამბავი, ნიუსი, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იძიებს გენოციდზე, მასშტაბური საგანადგურებასა და იმაზე, დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღება. რომელიმე ადგილ ეს არის შეზღუდული მანდატი სისხლის სამართლის კოდექსში. როგორც კი ამას წარმოვიდგინეთ დღეს, როცა და მეორე პოლიტიკოსები მე მოვისმინე გუშინ და გუშინ მასობრივად პოლიტიკოსები იძახოდნენ რომ სააკაშვილს ელის მილოშევიჩის ბედი. ეხლა უნდა გვესმოდეს საქართველოს რა მოუვა ამით. კიდევ ერთხელ დამიძახეთ ჩაუშესკო, კადაფი დამიძახეთ ჯანდაბას თუ ჩემი გალანძღვაგი და ბოლომ უბრალოდ დატერორება რა ვიცი და თქვა რომ ეს რა ქვია დამიძახეთ. ხო, ნუ წავე კრიტიკა. ხო, მაგრამ როცა მილოშევიჩი იძახი, ხო? მილოშევიჩი არის კონკრეტული სცენარი. მილოშევიჩის შემდეგ მოხდა იუგოსლავიის ფედერაციის და მათ შორის სერბეთის შენროგორის კავშირის საბოლოო დაკუცმაცება და ეს პროცესი დამთავრებული არ არის. მილოშევიჩის შემდეგ კოსოვო აღიარა თელმა მსოფლიო და ეს პროცესი სამწუხაროდ ალბათ სერბეთისთვის არის დამთავრებული. ჩვენ არ გვიღიარებია, მაგრამ თელმა მსოფლიომ აღიარა. ასე რომ რატო ვიძახი ამას? როცა იძახი რომ მილოშევიჩი მე ვიცნობ კარგად წინა პრეზიდენტ ტაჯიჩს და ახალსაც ვიცნობ ნიკოლაი. ანუ აქამდე მიდის სცენარი თქვენ ამას ფიქრობთ თქვა, იმიტომ რომ ტაჯიჩი ეხვეწებოდა გამოიცვლება ხო სააკაშვილი, მაგრამ რო ანალოგიურად წარმოვიდგინოთ, ტაჯიჩი ეხვეწებოდა ამერიკელ დიპლომატებს და სავისას, რომელიც იყო მოლაპარაკების თავარი კოსოვოს თემაზე. მე ხო პროამერიკელი ვარ. მე ხო დემოკრატი ვარ, მე ხო სისხლისმელი არა ვარ, მე რატომ ვიჟდ მილოშევიჩის გამო? მე ეხა ხო სერბეთში ნორმალური მთავრობა არისო. და ესენი შვიდი სახებით პასუხობენ, რა ვქნათ ბორი, ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ კოსოვო დაივიწყე, იმიტომ რომ მილოშევიჩმა ეს გააკეთა და დაივიწყე. ხვალ რო გეტყვია რომ შენ თვითონ ანახიარე შედალოცილო რომ სააკაშვილმა ჩაიდინა გენოციდი ესეთი რომ ეკოციდი სამხედრო დანაშაული შენ თვითონ ამას საქმეს აღძერი და დაივიწყე აფხაზეთი დაივიწყე ცხინვალი ხვალ რო მართლა მოტრიალდეს და ეს ყველაფერი როცა შენ თვითონ გაქვს დაკანონებული დღეს ავსტრალიელები დარბიან ვანუატუს თავრობა ორჯერ შეცვალა გადაწყვეტილებები მე თვითონ სისხლით ჩამაქცა რამდენჯერმე კიდევ თავში არ ვაზვიადებ მართლა იმიტომ რომ განვიცდი გულით აბას ვანუატუს აღიარებაზე მართლა და მე თვითონ ველაპარაკე რამდენჯერმე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს გილაური გავაგზავნეთ ოკეანიაში დაუმეგობრდი უკლებლი ყველა ლიდერს ფიჯის საგარეო მინისტრი ვენახში მყავდა მიყვანილი ერთად ვსვით პერუში როგორც კი პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს თქვა რომ უნდა ვაღიარო სამხედრო აფხაზეთო ჩავფრინდი ჩავარდი და ეხლა მithulიან აბასადრ გაჩერდა თვითფინავი რამდენი დახაჯა და ეს რა ქვია და კონტაქტ კომუნიკაცია იგივე პრემიერთან და პრეზიდენტთან თქვა და ფიქრობთ რომ აქამდე მიდის მე სამწუხაროდ პირველი ჩემი შეხვედრა მასთან როცა ეს უთხარი მან თქვა მე მითხრა რა მნიშვნელობა აქვს აღიარებენ თუ არა ჩემთვის აქ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აი ეს სიტუაცია მე მითხრა მაგრამ მე ამას მივაწერ მის გამოუცდელობას ამის შემდეგ მე მას მივწერე რამდენიმე და ნამდვილად არ მიმაჩნია მას ესეთი ბოროტი განზრახვა ახალ შეუძლებელია ეს დავიჭერო მივწერე რამდენიმე გვერდიანი წერილი რამდენიმე კვირის წინ სადაც დეტალურად გავიწერეთ რას ვაკეთეთ მაგალითად ვენესუელასთან მიმართებაში როგორ გავაჩერეთ აღიარება ეკვადორში ბოლივიაში კუბა როგორ დაგვეხმარა სხვათა შორის ძალიან კარგად როგორ დომინიკის რესპუბლიკაში როგორ დაგვეხმარა ამერიკელები ბელისში როგორ გავაჩერეთ აღიარება რამდენიმე ოკეანის კუნძულზე იმიტომ რომ თითოეული ეს აღიარება არის ჩვენი ტერიტორიის დაკუცმაცების ლეგიტიმური რა თქმა უნდა ეს არის ჯერ როგორ გავაჩერეთ აღიარება ბელარუსში მართლა ვაჟკაცურად მოიცა ლუკაშენკო და რამდენიც უნდა იძახონ ეხლა ლუკაშენკო და ესეთი და ესეთი ჩვენთან მიმართებაში მოიცა ვაჟკაცურად პრაქტიკულად გამზადებული აღიარება ამაში არა მხოლოდ დიდი დაწურის ქვეშ იყო რამდენიმე მილიარდს აძლევდნენ და მოგვიხდა და რაღაცნაირად მოვახერხეთ ამის გაჩერება ამ ყველაფერს აქვს ფასი თავის და როგორც კი შენ მიცემ ამას როგორც კი შენ მიცემ დღეს ამაზე კი არ უნდა ფიქრობ დღეს ამაზე ფიქრობდი რომ არავის არ შეხვედრია ესე ხშირად ჩვენი საგარეო მინისტრი როგორც სომხეთის ლიდერში თავის კოლეგებს ეხლა ჩამოვიდა ხო მე ვერ წავედი სამწუხაროდ სარგისიანის ინაugurაციაზე, იმიტომ რომ თურქეთში იყო ვიზიტი, მაგრამ და მე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ სარგისიანი არაფერში არ არის ამასთან, მაგრამ ჩაიყვანეს პრეზიდენტ სარგისიანის ინაugurაციაზე ბაგრამიანის ბატალიონის თელი ხელმძღვანელობა ინაugurაციაზე პრეზიდენტის ეს ძალიან სერიოზული ოფიციალური აქტია. ბევრი სომეხი მაღალი დონის ოფიციალური პირის რიტორიკაში ბოლო ხანებში გაჩნდა სიტყვა აფხაზეთის პრეზიდენტი, აფხაზეთის რესპუბლიკა
ერთხელ მაინც ჩვენმა საგარეო სამინისტრომ თუნდაც დამოწრა ეს საკითხი, ჩვენთვის მართლა ჩვენ გვინდა ზღური ურთიერთობა სომხებთან და კიდევ ერთხელ სერჟ სარგისიანთან წარმოუდგენლად არ მგონია და ვერც წარმოვიდგენა მას, მაგრამ სარგისიანთან წარმოუდგენლად მაგარი ურთიერთობა დავამყარეთ და ძალიან ბევრი გაკეთა ბოლო წლების საქართველოს სომხეთის ურთიერთობის გასამტკიცებლად. მე ძალიან ვამაყობ. და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ახალქალაქში ამ დრომდე ბევრი რაღაცა ჩვენ გავანეიტრათ. მაგრამ ეს არის სისტემა, რომელიც უდავჯერდება და დღეს ყველაფერ ამაზე ვიტყვით უარს, ხოლოდ იმის გამო რომ სააკაშვილი არ მოგწევს, ხოლოდ იმის გამო რომ სააკაშვილი წავა და გამოიცვლება, მაგრამ სახელმწიფო არის ბევრად უფრო მარადიული ვიდრე მისი რომელიმე ლიდერი. ჩვენ გვაქვს არ არის კიდევ ერთხელ ეს ტერიტორიები არ არის დაკარგული, ეს ომი არ არის წაგებული. იურიდიულად ჩვენია დავიბრუნებთ, თუ ჩვენ ამ ომს არ წავაგებთ და ომი არის ომი მარტო ცოლა არ არის, ომი არის დიპლომატიური ომი, საინფორმაციო ომი, ვანუატუში წასვლაც ომია. პერუში ჩემი ჩაფრენაც ამ ომის ნაწილი იყო. აღშენებლობა ამის ნაწილია, ლაზიკის დაგეგმება ამის ნაწილია, როცა აფხაზეთის გვერდზე ააშენებ აფხელა პორტს. ნუ თუ ეს არ არის გასაგები, რისთვის კეთდება? გასაგები, უყოდ ისიც რამე დაკითხოთ, სად გადის ზღვარი, თქვა გასაგებია სისხლის სამართლის გამოძიებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ასევე აქ იგივე ამ სტუდიაში, თქვა მთავრობის წევრები საუბრობდნენ, რომ პოლიტიკური კითხვებიც არსებობს, იგივე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება. ამ შემთხვევაში საპარლამენტო კომისია ჯერ ერთი წინა პარლამენტს, რომელსაც შეიძლება აი ესენი ბევრი არ იყვნენ, თუმცა ნაწილი იყო. ხო, ნუ თუმცა პარლამენტი მე მივეცი მრავალსაათიანი, სხვა შორის ბევრი კრიტიკული კითხვა დასვას, მაგრამ თუ ამ პარლამენტს უნდა რომ ხელახლა იგივე გაიმეოროს, მე მზათავარ პარლამენტში მივიდე და ამ კითხვის პასუხები გავცე. იმიტომ რომ საპარლამენტო პროცესი არის სხვა პროცესი. საპარლამენტო პროცესის ეს იურიდიული შედეგები არ მოყვება პარლამენტს. ანუ ამას არ ეწინააღმდეგებით და საპარლამენტო კომისიასთან მაგრამ როდეს როგორც კი შედიხარ სისხლის სამართლების სფეროში და ხო და მე მაგ ჩემი მოსაზრება. ამდენი ხანი ხო იძახოდა რომ ელექტრონიკის ტარიფის ახლა ერთი ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეში. ფერმა ხო დაიჯერა ხალხს მიბართ. ფერმა დაიჯერა სამწუხაროდ, ხო? ხო დაიჯერეს რომ გაზის ტარიფი ხო დაიჯერეს რომ სხვა და ნუ ხალხო არ მომიპარე ეს პული და არ მიმითვისებია. და თავს დავდებ თითქმის ყველაზე ჩვენ მთავრობი და არ მოუპარია და არ მიმითვისებია და ეს ხო ჩანს. ძალიან ბევრი მილიარდი დაუტოვეთ, თუნდაც იმ პროექტების ახალხურცებად რომელსაც ახლა აკეთებენ. ეს რო ვერ იპოვეს ეხლა იპოვეს, აბა რა არის უნივერსალური თემა? ომი. მოდი, ომი არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება გამოიყენო პოლიტიკური მიზნების გადასაწყვეტად. ომი არის საერთო ქართული თემა, ეს ომი არ დამთავრებულა და ახლა შუა გაგანია ამ ომის დიპლომატიური, საინფორმაციო, იურიდიული ომის წარმოებაში ჩვენ თვითონ გამოვიჭრეთ ხელი, ჩვენ თვითონ გამოვიჭრეთ ხელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს როგორ ჩავხედავთ ამის შედეგ თვალებში. ამაზეა დღეს საუბარი. მე მინდა რამდენიმე დეტალი ჩაგიკითხოთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რა გითხოთ, ბოლოს მინდა რომ თავრობას და სანამ ამით გადავიდეთ. თავრობას ქრონიკულად დასჩემდა ეს სამწუხაროდ ამას კურსკივით თუ შეუძლია მხოლოდ წარსულზე ლაპარაკი. სამართლიანობის აღდგენა ტერმინი შემოვიდა. ესე იგი როგორ სამართლიანობის აღდგენა რომ შევარნაძის დრო სამართლიანობა იყო. მერე დაირღვა და ეხლა უნდა აღდგეს. არც მიყვარს, იმიტომ რომ ბევრი თანამდებობის პირი დაბრუნდა, მათ შორის სამართლიანობის ორგანოებში. სამართლიანობის აღდგენა. ყველასთვის თავის ადგილის მიჩენა, იქ რაღაცას, მაგრამ მოდით რა მომავალზე ვილაპარაკოთ, როგორ მოვიკოთ ეს ჩვენი დიპლომატიური ომი, როგორ გავიდეთ სამშვიდობოზე ყველანი ერთად და თუ ამ თავრობის დროს მოხდება ეს, თუ ამ თავრობის დროს სიტყვაზე მოხდება ის რომ თუნდაც იმ ორმა სამარო აღიარა, წაიღონ უკან აღიარა. თუ ამ თავრობის დროს მოხდება ის რომ იგივე რუსეთთან ურთიერთობის თქვა დაალაგებას მივესალმები რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას. აქ სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობთ ჩვენ. ჩვენ ლაპარაკობთ ორ სხვადასხვა თემაზე. რუსეთი გეუბნება, რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას მივესალმებ ორი ხელით. მე არ ვიყავ ინიციატორი, ვისავიზო რეჟიმი მოხსენით, გვინდა რუსი ტურისტები ჩამოსულიყვნენ. მე არც ზოგადად კულტურული ურთიერთობის მოწინააღმდეგე არა ვარ, თუმცა ამას თავისი წესები და კანონები აქვს და ამ შემდეგ და მით უმეტეს საბჭოთა ურთიერთობის მომხრე ვარ, ხო და ინვესტიციების და ყველაფერი. ეს ასია. მაგრამ თუმცა ყველაზე დაბალი ურთიერთობა საზღვარზე მივედა ყველა ტურის ხელი ჩამოვართ იქ რომ ვიყავ ჩილოთ საზღვარზე და შემდეგ ჩვენ გავხსენით ლარსი და შემდეგ და ამაზე პრობლემა არ აქვს. რეისები გავხსენით და ყველაფერი, ხო? მაგრამ გეუბნება ეს ლავროვი და სხვა რუსები გეუბნებიან ძალიან ღიად. ტერიტორიებს არ გიბრუნებთ, მაგრამ ამის უკან რა არის? გამალული საფრთხე. გეუბნებით ტერიტორიებს არ გიბრუნებთ, მაგრამ თუ გინდა რომ დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციას არ მოვახდინოთ, გაგვიწექით. გაასამართლეთ სააკაშვილი. ეს პირდაპირ მოსკოვის მოწოდება. აბა, თქვენ არ მოგესმენთ ეს ხო ჩემი გაასამართლეთ სააკაშვილი. დაანგრიეთ, შეცვალეთ ოკუპაციის კანონი. და პრაქტიკულად საზღვარი გახსენით, ხელები გაგუხსენით
მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობს თქვენ უსაფრთხოების სტრუქტურაზე, ეს შემოტევა მაგალითად იგივე იმ ხალხზე, ვინც ჩვენ უსაფრთხოების საკონტროლო ჩილოკავკასიის მიმართულებით, მთელი ეს ლაპარაკი სხვადასხვა ოპერაციებზე, ჩილოკავკასიელებზე, რო ქართულ ამზადება ტერორისტებს, ქართველების ნათქვამი ხალხო. ქართველების მიჩემული ჩვენება ოფიციალურ პირის რომ კი ჩვენ ვამზადებთ ტერორისტებს. ჯერედი ტყუილია და მართალი რო იყოს. მართალი რო იყოს ერთ წუთი დაუშვა. ენა უნდა ამოიდგა და ამაზე ილაპარაკო. რო იყოს. ანუ ამით აზიანებს სახელმწიფოს განმასწორებელს. რა თქმა უნდა არ არის მართალი, ხო და აი ამ ყველაფრის სიტუაციაში, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ძალიან ფრთხილად და როდესაც გეუბნება რუსეთი რომ დანარჩენ ტერიტორიასაც ავიღებ მაშინ, ხო? ესე იგი, მე მახსენდება სულ ჩერჩილის სიტყვები. რომ როდესაც ის მიმართავდა ჩემბერლენს და სხვა ჩვენს ეგრე ხულზე ყოლს მიკიდია ჯვარი და მიკიდია ჯვართან ერთად ამერიკაში რესპუბლიკელებმა მაჩუქეს ჩერჩილის გამონათქვამი არასოდეს არ მოუშვა ხელი. მაგრამ ომის დროს სულ ვიმეორებდი, სულ მახსენდებოდა ჩერჩილი და სულ ვიმეორებდი თუ ის კადრებს ვინმე ნახავს და ვისაც ახსოვს საქართველოს არასდროს არ დანებდება. საქართველოს სხვა ჩვენს ეხლა ვიღაცამ გააკეთა Facebook-ზე პატარა საქართველოს დიდი რუსეთი და აწერე we will never surrender. რატო ვიძახი? ჩვენ გვეუბნებია რომ თქვენ გაქვთ არჩევანი უღირსობასა და სრულ ოკუპაციას შორის. და ჩერჩილის პერიფრაზულ მომენტზე ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ უღირსობა და მივიღოთ სრული ოკუპაცია. იმიტომ რომ სრული ოკუპაცია რუსეთმა ვერ მოახერხა 2000 წელს. ჩვენ გავაჩერეთ საერთაშორისო სამართლებრივ ჩვენმა გმირულმა ჯარმა გააჩერა. ყოველი საათი მათი წინააღმდეგობის იყო გადამწყვეტი. თუმცა ვადნო პრეზიდენტო, მე მაინც მინდა რომ რამდენიმე კითხვა, რომელიც გაჟღერდა მოვასწრო და დავსვა ომთან დაკავშირებით, ეს არის მაგალითად იგივე ამ სტუდიაში, იმიტომ რომ ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, კიდევ ვიმეორებ, თქვათ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაზეც თქვენ საუბრობდით, ვინ რა ბრძანება გასცა, ასე შემდეგ, სადრა დაირღვა. და ითქვა ესეთი რა, მაგალითად ერთი, რომ იგივე პაატა ზაქარიშვილი ამ სტუდიაში ამბობდა, რომ ამერიკაში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენმა ბიძამ თემურ ალასანიამ, იგივე თქვენც არაერთხელ გითქვამთ, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებდა. და ვთქვათ, აქ ეს ითქვა იმ კუთხით, რომ არსებობს და მოლოდინი რომ რუსეთი არ ჩაერთვებოდა ამ დაპირისპირებაში და ვთქვათ თქვენი მხრიდან იყო თუ არა მიზანშეწონილად აღქმული ეს აგრესია. ბიძაჩემი საერთოდ აქ რას რა მოყვანილი იყო საერთოდ გაუგებარი ხა ბიძაჩემი მე ერთი რამეს მივახციე ჩემ ცხოვრებაში რომ ჩემი ოჯახის წევრები არ თანამდებობაზე არ დაჩინიშნულა არსად იმიტომ ნეპოტიზმზე გული მერევა საერთოდ და არც მით უმეტეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არასოდეს მონაწილეობა არ მიიღე მე ამჯერა ოჯახური კლანური პოლიტიკის ალერგია მაქვს ამაზე. ესეთ რეგიონში ხორობთ, ისეთი ისტორია გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემი თელი არსით ამას ვეწინააღმდეგებ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აინტერესებდა ცხინვალი, რა თქმა უნდა, მაგას ეხაც დაგიდასწორებ, რუსეთს აინტერესებდა საქართველო. მაგრამ რუსეთი აქედან მიდიოდა ეტაპობრივად სულ. ამას ნიშნავდა ეს ინდიპენდენტისტვის განცხადებაც უკაცრავად, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ხმაურიანი განცხადება გაკეთეთ. მე უკვე ომის შემდეგ თქვენ, ეს არის უკვე 2011 წლის თებერვალი, რომ იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსებმა დაიპყრეს, ქვა და კლდეა, მისობაში ნულია. მე თქვი, რომ მათი თვალსაზრისით რუსება მიიღეს ქვის გროვა და ეს მართლაც 100-ია, იმიტომ რუსეთის გადმოსახედით. ჩოპელი თამარაშენ, სადაც ჩავდა ჩემი გული, ქურთა. სადაც ავაშენეთ ძალიან მაგარი საავადმყოფო, გავაკეთეთ ძალიან მაგარი სკოლები, ძალიან მაგარი სპორტ კომპლექსი, იუსტიციის სახლი სხვა შორის და იუსტიციის სახლი თუ რაც პოლიციის აი რეგისტრაციების განყოფილება, გავაკეთეთ გზები, რუსების ხელში ოკუპირებული, გავაკეთეთ გზები, გული მისკდება, როცა უყურებ იმ კადრებს, როცა კოდორში ეს ნაძილები ავტომატებს ისვრიან აფხაზის დროშას აფრიალებს ჩვენ მე გარემონტებულში ადმინისტრაციულ შენობაზე. ამ კოდორზეც დაისვა ბატონო პრეზიდენტო კითხვა, რომ მუსიკალურ ბრძანება და რატომ რომ გამოსულიყო ქართველებში მივალთ მათ. და აი ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა რუსეთის ჩემთვის ეს არის ყოველი გოჯი ამ მიწის მართლაც აი ეხლა აი საერთოდ უყომანო დავდებდი ჩემს სიცოცხლეს თუნდაც ერთი სოფლის დაბრუნებისთვის რო იყოს ასეთი არჩევანი მაგრამ რუსეთი რომ ამხელა რუსეთი რომელიც თელი მსოფლიო გადაიკიდა 900 მილიარდი კაპიტალი გავიდა მარტო იმ შემდეგ 2 წელიწადში ამ ომის შედეგად რუსეთიდან გაიქცა რუსეთი რომელიც პრაქტიკულად გადაახედია ნატოს თელი დოქტრინა. რუსეთმა რომელიც შეცვალა გეოპოლიტიკა და ამაზეც ვილაპარაკებ რა მოხდა ამის შემდეგ. რუსეთმა რა მოიგო სტრატეგიულად? საქართველოს ომის შემდეგ რა მოხდა? ომის შემდეგ საქართველოს ევროკავშირის პასუხი რა იყო ომზე? შექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა. ჩვენ გაგვიჩნდა პერსპექტივა ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის.
ჩვენ გადავედით ნატოში შემდეგ საფრთხურზე ინტეგრაციის და ეხლა ხშირად ეს ისე რომ ლაპარაკი რომ ნატოში მაინც არ არის ტყუილია ეს რო რატო არ მიგვიღებს არა ყოველ ჯერზე მიდივარ წინ და თქვენ გონიათ ნატოს გენერლები რო დადიანან ყოველ კვირას ამ საბჭოს რო ესენ ტურისტები არიან თუ კომოიაჟერები ესენი ხო სერიოზული ხალხია ეს რო ჩამოდის და რო თათბირებს რომ მართავს ყველა გეოგრაფიული წერტილი რო შეისწავლოს საქართველოს ესე იგი თავის ინტერესებს ნატომ თქვა რომ ეს არის ჩემი პრობლემა უკვე და 2008 წელს აბა რამ გადაგვარჩინა სხვაფთან ერთად ის მე-6 ფლოტი ამერიკის რა იყო მართლა წყლის ჩამოსატანად ხო ჩამოსულა ხო ამიტომ შენ დღეს რუსეთმა სტრატეგიულად ძალიან ბევრი რაღაც დაკარგა ამ ომის შედეგად მიიღო რამდენიმე სოფელი დანარჩენს ისედაც აკონტროლებდა მაგრამ იო დაკარგა სამშვიდობო სტატუსი რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მანამდე ხო რა იყო რომ სამშვიდობო სტატუსი აქვს მაგრამ ის რომ რუსეთი ამ ომისთვის არ მზადებოდა რუსეთი ემზადებოდა ომისთვის ყოველი დღე ამ კონკრეტული ომისთვის მას შემდეგ განსაკუთრებით აჭარის ამბების შემდეგ 2004-ში. ხო, მით უმეტეს, როცა ამას ამბობთ, ამის თავიდანაცილება საქართველოს ხელისუფლებას, ეს კითხვა არის. რომ პროვოკაციას წამოიღო სააკაშვილი ხშირად ამბობენ. ანუ შეძლო თუ არ შეძლო თავიდანაცილება. მოდი ვთქვათ ეს. 2008 აგვისტოში საქართველოს შიგნით უკვე შემოსული იყო ნაწილობრივ და საქართველოს საზღვრებთან იდგა 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი, 1000-ობით ჯავშან ტექნიკა 200 თვითმფრინავი საბრძოლო საიერიშო ბომბარდიერი იყო მობილიზებული. შავი ზღვის ფლოტი უკვე დაძრული იყო ყირიმიდან. პრეზიდენტმა იუშენკომ გასაბრძანება არ გაუშვათ, რუსებმა უთხრეს, სულ არ გვაინტერესებს საზოგადოება, ძალიან წამოვიდეთ. ომის მანქანა იყო მოყვანილი მოქმედებაში. ომის მანქანა როცა მოდის მოქმედებაში, ეს იცის, ეს ისტორია, ახლა გუში რა დაწყებოდა, ჩვენც ხო ვით გყოდა დიდი ისტორია, მართლა გუში ხო არ დავიბადეთ, ხო? როცა ამ ხელა მანქანა მოსულ, იმისთვის სულ ერთია დასაბამი ჩემო. ის შემოა, თქვენ მე მახსოვს კარგად, იქ იდგენ უკვე ცხილვა შართ არაფერი ხდებოდა, როცა იდგენ ხო მათ ჟურნალისტები ძახოდა, აქ ტყვია დაცურავს, აქ ეს ხდება, აქ ეს ხდება, აქ ეს ხდება. მათ ისინი არ იძახოდნენ. ბოზაბოს იპოვიდნენ ვინმე ქართულს როგორც ბურჯანაძე, იტყოდა რომ საქართველოს დაბომბა გორი. ხო და ამიტომ ის უკვე დაძრული იყო მანქანა, მაგრამ მე ვლაპარაკობ შეიძლება თუ არა მძინარე ცხინვალი დაბომბა საქართველოს შეიძლება თუ არა ომის თავიდან აცილება. შეიძლება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამ ომის თავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რუსეთს გადაუკეტეთ ყოველგვარი კონტროლი უსაფრთხოების სტრუქტურებზე, ჩვენ რუსეთს ემბარგოს მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ვითარდებოდა ძალიან სწრაფად და ვაჩვენეთ, რომ მათი ეკონომიკურ კავშირების გარეშე შეგვიძლია ურთიერთობა. ჩვენ რუსეთს გადაუკეტეთ, ჩვენ რუსეთს გავხდით ენერგეტიკულად დამოუკიდებელ, რაც პრაქტიკულად თითქმის ვერცერთმა არაენერგეტიკულმა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვერ მოაქვს და არ მხოლოდ პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპა თითქოს რუსეთია ხო ჩამოკიდებული ძირითადად და დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ეს მოახერხეთ ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელებს და სხვა პარტნიორების მეშვეობით ჩვენ მოახერხეთ და ეს ყველაფერი რო არ გაგვეკეთებია თუ ჩვენ გვეყოლებოდა ესე ბანანის რესპუბლიკა, როგორც ზოგიერთი არის პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დღესაც, თუ ისევ ხალხი იცხოვრდა მაფიის პირობებში, კორუფციის პირობებში, შევარდნაძე მაგალითად რუსებს მიცა ყველაფერი. ესეც იყო არჩე ხშირად ამბობენ, ახლა მეც მომნევია, კარგი რა, ხო, მიშან ბევრი გააკეთა საქართველოს, მაგრამ რუსეთს არ უნდა დატაკებოდა ესე. და ვიღაცები ჯერა მართლა ესეც ნარატივი არის ასეთი, რომ ეს ტვინ გაცხელებული მიშა, ეს გიჟი, ეს გადარეული, იმპულსური, ავანტყოფი ყველაფერი მომისმენია და წელი ცხოვრება ამასთან შეგვებულა. ესე იგი პუტინს ეძახოდა ლილიპუტის მაჩვენეთ ერთი კადრი. შენიჩხები შენგენაცვალეს გადა ამ კაცს არასდროსაფერი მილაპარაკია მართლა. ხო, თუმცა სულ იყო საუბარი, მოდით აი ომის შემდეგაც როცა იმ ადგილით დატყიდვით მემუქრებოდა, იქ გავაგზელებდით დილობიანად საუბარს. ხო, ეს დაცხადება ყველას ახსოვს, ბატონო პრეზიდენტო. ხო, მაგრამ რატო ვიდახე შევარდნაძე ხო მიცა გიორგაძე შემოიყვანა. ვარდიკო ნადიბაძე კვირაია დაანიშნია ბალტინს ყველაფერი გაკეთა ტერიტორიები ჩააბარა ესენგეში შევიდა და რა მიიღო გიორგაძე ააფეთქა შემთხვევით გადარჩა და გიორგაძეს გამოუგზავნეს რუსებმა სამხედრო თვითმფრინავი თუ ვინმეს რამე შეეჭვერებოდა და წაიყვანეს და ეხლა ტკბილად ცხოვრობს მოსკოვში აგარაკზე. კარგი, მოდით რა ხარ რუსეთთან ურთიერთობა ახსენეთ, რომ მე მინდა დაუბრუნდე ისევ ცხინვალის თემას და კოდორი და ახალგორს მოკლედ, მაგრამ იგივე პუტინის განცხადება ახსენეთ, მაყურებელსაც აქვს საშუალება რომ გავიხსენოთ ეგ განცხადება ხო პროდიუსერს თან გაუშვას და აქვე მინდა კითხოთ ამ ურთიერთობაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აისახა თქვა პირად დამოკიდებულებაზე თქვენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ფიქრობ თუ თქვენი პირადი ურთიერთობა აისახა შემდეგ უკვე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ გასაგებია რომ ეს ლილი პუტინზე განცხადება ვთქვათ მე არქივში არ მოიძებნა, მაგრამ მაინც ხშირად გადანაშაულებდნენ თქვენს ამ რიტორიკაში და ძალიან ხშირად გვესმოდა რა თქმა უნდა რუსეთის ლიდერის მხრიდანაც იგივე გლე პავლოვსკი მისი რჩეველი ამბობდა რომ ერთი ტყვით მოგვარდებოდა ამ ომის პრობლემა, იგივე პუტინის ცნობილი განცხადება თუ გნებავთ მოვისმინოთ ერთი სიტყვით მაყურებელსაც შევახსენოთ.
В августе этого года произошли ужасные события в Южной Осетии. Правда ли, что вы обещали повесить Саакашвили за одно место? Почему заодно? ეს ხო არ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტი, არც მისი მხრიდან ბუნებრივია, მაგრამ იყო რაღაც პერსონალური თქვენ ორ შორის. ეს აისახა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მათ ქონდათ პერსონალური. შევარნაძესთან, გამსახურდიასთან, ჩემთან და დარწმუნებული ვარ, როგორც კი თუ გაგრძელდა საქართველოს დამოუკიდებლობის კურსი, ყველა შემდგომ საქართველოს ლიდერთან. საქმე არის ძალიან კონკრეტული. ფუნდამენტურად მიუღებელია რუსეთისთვის კავკასიის ძალიან სტრატეგიულ რეგიონში თანამედროვე სახელმწიფოებრიობა. ჩვენ რამდენიმე ასეული წელი, ჩვენ ხო სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია არ აქვს. ჩვენ გვაქვს ეროვნულობის დიდი ისტორია, ერის, ურთიერთობების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოებრიობის საკმაოდ შეზღუდული ისტორია გვაქვს, ხო? ითვლებოდა, რომ კავკასიაში ყოველთვის ხალხი ჭამს ერთმანეთს. აი ხა ქართველები ერთმანეთს ყოველთვის ძირს გამოუთხენ. მისიონერები წერდნენ ირანში ქართველები ალავერდი უნდილაძეს ხო? მაგარი ხალხიაო მართავენ მთელი რას. ესე რომ გაერთიანდნენ ორ წუთში დაიპყრობენ მთელი რას, მაგრამ ეგეთი ხალხიაო, ეგენიო რომ ვერასოდეს ვერ გაერთიანდებიან. ეს იყო რუსეთის ფუნდამენტური შეხედულება საქართველოს. პირველად გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და უფრო მეტიც შევარნაძესაც თუ დავაკვირდებით კარგად. როდის დაიწყო საქართველოს გამოსვლა სტაბილიზაცია? როცა მოიშორა ეს რუსეთის დაიშული ხალხი, როცა დაიწყო ბაზების გაყვანას ლაპარაკი, როცა გაიყვანა ნავთობსადენი, როცა და მაშინ დაიწყო ეკონომიკა ცოტა აბოქაჩვა, გამოსუთხო, მაშინ დაიწყო კრიმინალმა უკან დახევა, სანამ ვიყავით აი რუსეთის ქვეშ მთლიანად, როგორც მოხდა სოხუმის დაცემის შემდეგ. კრიმინალმა წაიღო თბილისი. კუპონიზაციის კატასტროფიულ ტემპი მივიღეთ. გაღატაკების და ყველაფერი უბედურების, ხო? ესე იგი, ჩვენ საუბრობთ რუსეთის ინტერესზე, რაც ცნობილია, ბატონო პრეზიდენტო, რომ გასაგებია, რომ რუსეთის რა ინტერესი ქონდა, მაგრამ არსებობს კითხვები, მაპატიეთ ეს მინდა რომ ჩაგეკითხოთ და რა თქმა უნდა მოგცემთ საშუალებას რომ მიპასუხოთ. არსებობს კითხვები თქვენი და თქვენი ხელისუფლების მისამართი და თუნდაც მინდა რამდენიმე ყველაზე გახმაურებულის მოვიყვანო იგივე თანამემართებაში, რომ თქვა მძინარე ცხინვალი თქვენ თავად ახსენეთ, რომ ესეთი ბრალდებები გაჟღერდა, რომ თქვა მომხდარიყო სოფლების გამაგრება, მაგრამ მე რატომ წავიდა თქვა წინ ქართული არმია და რატო შევიდა ცხინვალში. იგივე ხო, აი იგივე ის ყურაშვილის განცხადება ახსოვს ყველას, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ხდება. ანუ რეალურად, მოკლედ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ხდებოდა სეპარატისტებთან დაპირისპირება თუ თავიდანვე აღქმული იყო რუსული აგრესია. ყურაშვილი საერთოდ არ იყო. იყო აქ შეცდომები დაშვებული თუ არ იყო. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ყურაშვილი იყო სამშვიდობო კონტინგენტი ჩვენი წაგზავნა. ამიტომ მისი განცხადება ვერ ჩაითვლება. სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადება, თუ არასოდეს ის ამ სამხედრო ხელმძღვანელობის შეხებაში არ ყოფილა და მით უმეტეს იმ ოპერაციის დროს. მის ფუნქცია საერთოდ სხვა იყო და მან ათქვა ეს მისი ინფორმირების თუ არაფერს ბრალია, თუმცა კონსტიტუციური წესრიგი თავისთავად საგინებელი სიტყვა ნამდვილად არ არის, ხო? საქართველოს და მას ტერიტორიაზე აქვს კონსტიტუციური წესრიგი. საუბარი იყო და უნდა შესულიყო თუ არა იგივე ცხინვალში, თქვენ მე ქართული საჯარო სანაცილებ. ნინო, ომი არაფერი ისე არ მეზიზღება როგორც ომი ცხოვრებაში. ну ვის უყარს ალბათ არ არის მე ძალიან მიყვარს შენება. აი გიჟდები ისე მიყვარს შენება. ხშირად მაგდე რატორით და შეიძლება იზახი რომ შენება თვითმიზანი არა. შენება ნიშნავს ხალხის დასაქმებას, უკეთეს საქართველოს, უფრო მეტ დაცულობას, შენება ნიშნავს ხვალიდელ დღეს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ამიტომ ომის მევაცილებდი ყველანაირად ვარიდებდი თავს. ოქრუაშვილის გვერდზე გაწევის თავდაცვის მინისტრობით ერთ მიზეზს მე კორუფცია იყო რომ სულ მუდმივად ეთამაშებოდა პროვოკაციულად ამ თემას. არ შეიძლებოდა და 2004-შიც მე მივიღე გადაწყვეტილება, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ჩემ გარშემო მეწილავდებოდა და გამომიყვანა იქიდან ულაპარაკოთ ის კონტინენტი. ხო, მაშინაც იყო საკმაოდ სერიოზული. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალში აღშენებლობით ამ ამის მოგება. სანაკოვი დავნიშნეთ იცით ის დიდი იქაც გითხარით ეს დიდი სპორტული კომპლექსი ავაშენეთ მართლა ჩაყვავდა იქ რაღაც ხატრული კოლექტივები განათებ ბევრი რაღაცას ვაკეთებთ ისეთსაც რომ აი რომ დაენახათ ამას ყველას და რომ ნახეთ ალტერნატივა არის ამიტომ მართლა გიჟები ხო არ ვიყავით კი გონია ბევრს ვარ მაგრამ ნუ ალბათ შემოხედავ და როგორც წესი ვინც თვითონ არის გიჟი ის მას გონია სხვები გიჟი ხო მე არა ვარ გიჟი ამიტომ ჩემი ინტერესებში და უფრო მეცაც გეტყვი სამხედრო თვალსაზრისით. აი 2008 წლის აგვისტო იყო სრულიად მიუღებელი რამის დასაწყებად. ჩვენ ხედავდით რომ რუსეთი ებზადებოდა, ახლა უკვე 2006 წელს მქონდა მეტი შეერაღება და მეტი ჯარი ჩვენ ტერიტორიაზე ვიდრე ჩვენ ყავთ. 2006-ში ყველა მანდატის დარღვევით. მერე შემოიყვანა აფხაზეთის შენაერთი. ოჩამჩირეში შექმნა
შექმნა პრაქტიკულად 100,000 ჯარისთვის ინფრასტრუქტურა. ჯავაში ააშენა ბაზა. განალაგა ტერიტორია. პუტინმა თქვა ტელევიზიით 2007-ში, რომ დაღესტნის ბაზები გამოგვადგება, გზა გამოგვადგება, იმიტომ აქედან უნდა შევიდეთ. მე მითხრა 2007-ში. 2007-ში ნოემბერში მინსკში. Мы вам устроим новый Северный Кипр. მინსკში ძალიან ეს თვალებს ჩავხდი, მაგრამ მარტო მე კი არ მითხრა, კონდოლიზა რაისაც იგივე უთხრა, რო არ ჩათვალოთ, რომ ჭორავთ. და იმავე კონდოლიზა რაისე გაკეთა განცხადება. და ხო, აქედან გავდივარ, ჩვენ 2008 თუ კი ომი, აი ჩვენ რომ დაგჭირდებოდა, თქვა სამხედრო თავდასხმა. თქვა მხოლოდ ცხინვალ და ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს სხვა ტერიტორია ცხინვალ. ხელისუფლებას. ეს რომ ხდარიყო. ყოველ ზამთარს იქ თოვლით იკეტება როკის გვირაბი. ყველაფერი იკეტება. ცხირის გამომყოფები არ იყო. ანუ უფრო მომგებიანი პერიოდი იქნებოდა ამას გულისხმობ. 3 საათში დამთავრდებოდა ოპერაცია. მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. უფრო მეტიც, რუსეთის პირობებშიც კი. ჩვენ ყონდა შეკვეთილი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საჰაერო დაცვის ანტისაჰაერო სისტემა, რომელიც ერთ წელიწადში გვექნებოდა. ჩვენ ყონდა შეტყეთილი 200 საარტილერიო ძალიან თანამედროვე დანადგარი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოვიდოდა სადღაც ნოემბერში. ჩვენ ყონდა ჩვენ გადავდივართ ამ ამერიკულ ავტომატებს და არხოთ ავტომატ ყიაბქვებს ხო ჩვენ ყავდა დიდი ჯგუფები უცხოელი სპეციალისტები რომელთაც უნდა გაიცნოთ ჩვენი ოფიცრები და მინიმუმ ორწლიანი პროგრამა იყო ჩვენ გვჭირდებოდა დრო 2008-ში ეს დრო არ იყო დამდგარი ყველანაირ გეტყვასაც კი ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვიმზადებით ომის უბრალოდ გამოსულიყავით იქიდან რომ ადრე თუ გვია რუსეთს შეიძლება ეს ექნა და ამიტომ დროის წინააღმდეგ მუშაობდით სულ რაც შეეხება ცხინვალს ცხინვალში. ხო, რატომ შევიდა ეს კითხვა სულ ეს ცხინვალ აი ვინც ყოფილა ეგ და უმეტესო ვინც ამას სხვა დღეს ხო აი საქართველოს არის პატარა ქვეყანა პატარა სოფელი არ არის ჩემთვის არის პატარა ქვეყანა მაგრამ ძალიან მაგარი და ძალიან დიდი ქვეყანა ამავე დროს მე მიმაჩნია რომ საქართველოს დაკნინება არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება დაუშვათ იმიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ აი უცხოეთში ხო ჩვენ რა გქონდა ხო ორი ბრენდი გქონდა რომ ჩვენ ყავს დასავლელი მოკავშირეები და ჩვენ ვართ მაგარი რეფორმის უკუღა მე პერუში რო ჩავდივარ ან ვანუატუში რო ვაგზავნე დელეგაციას რაზე ვეუბნებოდი ხა რა ხო იმას ხო ვიტყოდით რომ მანდარინებს ჩამოგიდეთ და მოყიდეთ პერუში ხო ჩვენ ვეუბნებოდი და ჩვენ ვართ მაგარი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ რეფორმები მე-9 ადგილზე ვართ ეს ყველაფერი ქვეყნის კაპიტალი ეს კი არა დააკლინო ეს გჭირდება რომ შენივე წარმატებას მიაღწიო და დასავლელი მოკავშირეები რო ყავს იმათ წერილებს კი არ უნდა უგზავნო მუხარის გჭირდება იმიტომ რომ ვანუატუს თავრო ბოლოს რა თქვა ჩვენ საქართველოს და მის დასავლელ მოკავშირეებს არ ვაწყენებთ დასავლელი მოკავშირეები არა ეგ თავარი სიტყვა ხო ამიტომ ჩვენ არაფერში ეს არ გვჭირდება მაგრამ შეხება ცხინვალ ეს ხალხი ვინც ამას ამბობს იქ არ არის ნაყოფ მაგრამ საქართველოში ვინც იყო იქა ყველაზე ნაკლები პრეტენზია ხო იმ ხალხიდან არის ვინც იქ ცხოვრობდა ვინც თავის თვალით ნახა ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა. თუ კი რამეს ვაკეთებთ, ჩვენ თითქმის ყველაგან დავიგვიანეთ რა. იმიტომ რომ ყოველთვის გვიან რეაგირებთ იმაზე, რაც უკვე ხდებოდა მიწაზე. გვიან მოახდინეთ რეაგირება იმაზე, რომ მათი კონტინგენტი შემოსული იყო, გვიან მოახდინეთ რეაგირება იმაზე, რომ თრიაყანის სიმაღლეზე გრუს სპეცნაზი იყო გამაგრებული და ამიტომ ამან შეგვიქმნა ყველაზე თავარი დაბრკოლება, მაგრამ რუსეთის ჯარი რო შემოდიოდა, მათ თუ ისინი ცხინვალს გამოცდებოდნენ უკვე ცხინვალი რა თქმა უნდა თბილისზე მოდიოდნენ და ყოველი საათი ამ ბრძოლის ყოველი ჯარისკაცის ჩვენის სიცოცხლე იყო წუთების და საათების მოგება როცა ჩვენ ყველანი დაუძინეთ ძილის გარეშე 24 საათი ვიჯექით ტელეფონზე და ვრეკავით ყველა მიმართულებით მთელი ხელმძღვანელობა დასავლეთს იყო ან პეკინში ან მე თვითონც კიდე გამწავედი კიდევ კარგი არ წავედი კიდევ კარგი არ წავედი ბოლო წუთში გარჩევშმა ჩვენ პროტოკოლს უბრალოდ დაგვიწევდა და თქვენ ხარ ოფრიდებით მე ვეღარ მოვაგზავნებ ცერემონიაზე მოთხე გავუშვი დელეგაცია ის თვითმფრინავი სახელმწიფო თვითმფრინავი იმიტომ მეც არ ვიყავი ბოლომდე დაწყვეტ ამიტომ იმიტომ რომ ესე ვითარდებოდა მოვლენები რომ აი ეს ხან ცხელოდა ხან ციოდა ბევრ რაღაცა იყო გამოუცნობი ხო რა ხდებოდა გარდა იმისა რომ უკვე რატომ გავიტყვი უარი უკვე ინფორმაცია შემოვიდა შემოსულები არიან უკვე ჯავიდე მარტო ის კი არა რომ სატელეფონო გადაჭერები მქონდა რომ მე შენ გამოვხოყრეთ პირდაპირ ჯავიდან ეკავდნენ ხალხი და ეძახოდნენ რომ ტანკები ტექნიკით გაივსო ყველაფერი და იქ ბევრი ნორმალური საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა პატრიოტი ხო ბაჩორის ჯავაშიც კი ამიტომ ვიძახი რომ თუ ჩვენ მოვიგეთ დრო ჩვენმა ჯარმა მოიგო დრო იმისათვის რომ მოესწრო კაჩინსკის შეკრება ევროპელი ლიდერების და ჩაომფრენა რომ სარკოზი ჩამოსულიყო რომ ჩვენ რომ პრეზიდენტი ბუში დაბრუნებულიყო და მე-6 ფლოტი ამერიკის დაეძრა საქართველოსკენ მოეყვანა სულ სამხედრო დაწყობნაში ინჯილიკის ბაზები თურქეთში ინჯილიკის ქვია და კონსტანცის ბაზა რუმინეთში ეს იყო სამხედრო ოპერაცია იქითხრიდან, მაგრამ ასევე სამხედრო პოლიტიკური პასუხი აქეთ ვხედავ რაც საერთაშორისო პასუხს ჰქონდა სერიოზული სამხედრო ელემენტები და მითხრა სხვა შორის ჩეინიმ კიდევ ერთხელ ხა ვნახე იქ ამერიკაში და დამიდასტურა რომ ჩვენ ვაპირებდით
ვიხილავთ სერიოზულად როკის გვირაბის დაბომბვას. ძალიან უწუხარ რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს. მაგრამ მე მახსოვს ჩემი საუბრები ბუშთან ყოველ შემთხვევაში უკვე როცა იყო ეს ლაპარაკი, იქამდე უნდა მიგვეღწია. ყოველი საათი იყო ოქროს ფასი და ეხლა ვიღაცამ თქვა ამასიათ ვიღაც ექსპერტი ნახეთ. ვინ იხილავდა ამ როკის გვირაბის დაბომბვას? ბატონო პრეზიდენტი პირველად მოისმენეთ ეს განცხადება. მაინტერესებს იმ ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით და ეს იყო რონასმუსის წიგნით, რომელიც ინსაიდერია, იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ეს წერს რომ ეს იხილავდა. შეიძლება რომ ვკითხე, როგორც ვიხსენებო, ალბათ ასეაო და მე ვთხარ თუ შეიძლება მაშინ კარგად გაიხსენეთ კიდევ და ჩვენ კარგი იქნება რომ ამ საჯაროდ ან მემუარებში ან სადღაც ახსენოთ. მაგრამ ამერიკის კონდოლიზა რაისი თქვა ძალიან კაცრად გვაფრთხილებდა ნინო ბურჯანძე ამ სტუდიაში საუბრობდა და მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო როცა ამ შეხვედრების დეტალებს იხსენებდა რომ არ წამოეგოთ პროვოკაციას სულ ეუბნებოდა თქვა საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ არ ჩავერთვებით ომში თქვენს გამო რუსეთთან. არა ეს არის მაშინ იყო საუბარი რომ მწვანე შუქი ვაშინგტონიდან იყო რეალურად რა იყო. ეს ერთ-ერთი რაშიც ეს ქალი არტყუვის. ანუ მართლა ესე იყო. ესე იყო, მაგრამ ჩვენ ამაზე ვეუბნებოთ. ჩვენ არ ჩავერთვებით კონდით ძვირფასო. მაგრამ თქვენ რას გააკეთებთ ისინი თუ მოდიან მაინც. გითხარით თქვენ რას გააკეთებთ და ამაზე მათი პასუხი როგორც ეს იყო არ აგონია რომ მათაც გააკეთონ. ჩვენ ვეუბნებოთ რომ ჩვენ სხვა არ გონია. თუმცა იგივე კონდოლიზა რაის 2007-ში როცა პუტინი ესე გაეკაჩა მართლა ფიზიკურად კონდოლიზა რაისიც ესე წამოუხდა იყო ესეც ფიზიკურ ლამის შეხლა შემოხდა 2007-ში ამერიკელებმა დაახევიეს უკან 2007-ში იყო პირველი მცდელობა ამ ომის წარმოების მაგრამ მეორე რა მოხდა 2008-ში კონდოლიზა რო ჩამოვიდა აქ იმ წინა დღეს რუსებმა აფრინეს თვითფრინავი და პირველად ის კი აღარ თქვეს როგორც გრაჩოვიძე ხოდა ხოლმე ადრე ეს ქართული თვითფრინავია ჩვენი თვითფრინავია და რაზო გააგეთს რომ გამოცადეს კონდოლიზა რაისის რეაქცია რა იქნება არ იყო იქ არაფერი არ თქვა მაგრამ არაფერი მარტო არ იქ იყო თელეკომპლექსი ნატოსა იქ იყო თელეკომპლექსი და რუსეთის გენშტაბის მახსოვს ბუში როცა ბუქარესტში მიიღეს გადაწყვეტილება ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხა როცა საქართველოს რა მივიღეთ ამ წლების განმავლობაში ჩაიწერა რომ ჩვენ ვიქნებით ნატოს წევრები. ეხლა გინდა მაპი უარესი ოძახი უკეთესი. საკუთარ ბევრი ამბობს რომ ომის გამო შესაძლოა შეჩერდა თუ შენელდა ნატოს ინტეგრაციის პროცესი. პირიქით ბოლო განცხადება ჩიკაგოში იყო. ჯერეთი გადაიყვანეს ასპირანტ ქვეყნების რაოდენობა სადაც არის ბოსნია, სადაც არის კიდევ ჩერნოგორია, მონტენეგრო და ეს ნიშნავს რომ ეს ქვეყნები აუცილებლად შევა. ეს ნიშნავს საქართველოს იმ ლიგაში რომელიც აუცილებლად შევა. იქ გადაგვიყვანეს სულ უფრო ინტენსიურია დღეს კონტაქტები ჩვენ გქონდა შანსი ჩვენ ამ წლების განმავლობაში რა იყო სტრატეგიული ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა ომის შემდეგ როცა შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა რაც იყო მათი პასუხი ამ ყველაფერზე მან მითხრა ერთ-ერთმა ლიდერმა არ ვიტყვი ხა გვარის მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა იქნება იმისათვის და მე რამდენჯერმე გამიმეორე კიდე შეხვედრებს უხდებოდი ხოლმე რომ საქართველოს გადარჩეს რომ თქვენ გადარჩეთ თუ საქართველოს თქვენი მთავრობა გადარჩება პუტინი წააგებს და მე პირადად მინდა რომ პუტინმა წააგოს. ამიტომ მათაც ჰქონდათ ეს პასუხები. ჩვენ დავიწყოთ, ჩვენ გაგვიცათ შანსი რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს. ამიტომ ეს მოძრაობა ხდებოდა და რაც შეხება ჯორჯ ბუში დაბრუნდა იქიდან, პეკინიდან. ამასობაში კაჩინსკი უკვე ნამყოფია ყველა აქა და უკვე ამერიკელები ჩართულები არიან. მე და ამერიკა თვითონ და მანამდე ორჯერ ველაპარაკე, მაგრამ ეს არის პერიოდი მანამდე ორჯერ ველაპარაკე გზაჯ თვითფინავად ამერიკა თუ არ ვწდები და მე უკვე მაგრამ ყოველთვის ესე მინეკა რომ მაგრად ადექით მიშა ყოჩახ მიდით უბრალოდ გამხრევდით არ ჩამოყაროთ ხელები მაგრამ ნუ ესე მორალური ზოგადად ხარდაჭერა არაფერი კონკრეტული თუმცა კონდოლიზა რაისურმა რო კითხა პირველად ლავროს როცა პირველად აიღო ლავრომა ტელეფონი რა თქვენ მიცა ლავრომა თქვა საქართველოს სრული განადგურება ეს ნიშნავს თბილისის აღებას და ყველა სხვა ესეთი პასუხი გასცა საქართველოს სრული განადგურება ჯონ ტეფტმა მოვიდა ჯონ ტეფტე თქვა ჩვენ გვაქვს მესიჯი მოსკოვიდან რა საქართველოს სრული განადგურება თქვენ რა უპასუხეთ ჩვენ არაფერი უპასუხეთ უпроსოდ ვიხილავთ პასუხს და ამერიკა ბოლოს ბუშმა როცა უკვე ჯარი მოდის თბილისისკენ მოდის ჯარი პრაქტიკულად თენი მსოფლიო თვლის რომ საათების ამბავია როცა საქართველოს დედაქალაქში შემოდის და ყველა მოძრაობა ასეთი იყო გენერლებმა თქვეს გენერლები როგორ თავიდან რომ შემოვიდნენ იქ ადგილობრივ ბიზნესმენებმა გორში დაიწყეს ბიზნესი აწყეს და მისგან მათ განყიდულობა საწვავს და ერთი დღით ადრე თქვეს რომ ეხა თბილისზე მიდივარდეთ დავანებოთ აღარ მოყიდით იაფად ყიდით მანამდე კალჩაკი ხო და რატო ვიდექდა ბუშს მირეკავს და მეუბნევ აბა როგორ ახარ მიშა მართლაც კარგად ვერაო ხო პირველად მეუბნევ თვითონ not so good not so good right მეუთხარი მე როგორ ავარ ძვირფასო პრეზიდენტო ამას არანაირი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მე შეიძლება ხოლ აღარ ვიყო. მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ კარგად, მე ასე მგონია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა მამა თქვენის პრეზიდენტობის დროს. თქვენი პრეზიდენტობის დროს დღეს თბილისში დაძრული და ჯარი თუ შემოვიდა, საბჭოთა კავშირი ისევ აღდგება.
როგორ ჩაიწერებთ ისტორიაში ამაზე რატო ვფიქრობთ? რაც მითხრა რომ მოიცა დამაცადე ეხა ნახავთო მე ხა მიდივართო ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გვაქვს თათბირო ლენგლიში ბუნკერი სადღაც იყო იქ გეიტსი კონტი გამოვიდა და ამის პარალელურად დაძრეს მე-6 ფლოტი თურქებმა უთხრეს რომელიც პრინციპში თანამშრომლობენ ჩვენთან მაგრამ უთხრეს რომ ეს ჩქარა ვერ გავატარებთ იმიტომ რომ ეს საერთაშორისო კონვენციები და ბოსფორში გატარება მე-6 ფლოტის უფროსმა რომელიც შევხვდი მე არაერთხელ მითხრა რომ ჩვენ უთხარით რომც არ დოკუმენტები არ ხდება მაინც გავივლით თითოეულ ამ სარაკეტო იმას ჰქონდა საკმარისი რაკეტები რომ ყველა რუსული თვითმფრინავი ჩამოეყარა და უფრენი ზონა შეიქმნა საქართველოს თავზე რეალურად ჩაერთო მე ბაზა და მითხრა მე ჩეინიმ რომ მე ჩამოვიდა მე შენ ხო იცი რომ ამ იმაზე სასმელი წყალი არ ყოფილა და მართლა არ ყოფილა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კრეისერი გამოაგზავნეს პირველ სარაკეტო კრეისერი რომელიც არის რომელიც ერთი აჯობებდა მართლა ყოველთვის საჰაერო ძალებს და ფლოტს რუსეთს ნამდვილად მე რუმინეთში ბაზაზე გადმოფრინდა თვალსები 26 F-16 ეგრევე თურქეთის ბაზა მოიყვანეს სულ საბრძოლო მზადყოფნაში უსარმაზარი ბაზა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპაში ასე რომ თურქეთის სხვა შორის რაც მე ვიცი ეს ბოლომდე კიდე რაღაც ვწვევ თურქეთის დიდი შენაერთებიც ამ ნატოს საერთო მზადყოფნის ფონდში იყვნენ მოყვანილი მზადყოფნაში რომ რუსებისადმი სიგნალი იყო ასევე იქ შიგნით ასე რომ რუსებს ძალიან ნათლად უთხრეს რომ ეხა უკვე მე ვფიქრობ მაინც დაგვიანებთ რომ ეხა უკვე გავლებული აქციით ხაზი ამასობაში აქ თბილისში იყო თქვენიც მრავალთეს ეხა ვიღაცა იძახს რომ ეს აქცია იყო ტაშფანდური ჩემ ტერმინი ტაშფანდურა ისე როგორც ეს ტაშფანდური იყო ეს ხო არის კლიშე სააკაშვილმა გამართა ტაშფანდური როცა ჩვენი ბიჭები კვდებოდა ამ აქციაზე იყო დამზიმიზებო რაკეტები. DST-ს ლიდერებს ხვდებოდა ამ დროს პუტინი და ვიცი ერთ-ერთ DST-ს ლიდერისგან. გითხავ რომ აი ახლა სააკაშვილი გამინდის გამოსასვლელად დამეჯნებული გვაქვს ტოჩკაუ და ისკანდერებიო, როგორც კი მიო ყველა ავაფეთქებთ ყველას. კაჩინსკის უთხრეს რომ შენ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ. შენ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ. კაჩინსკიმ უთხრა პილოტს რომ მე გაძლევ ბრძანებას მე ხო ვარ მთავრსა და გავძევ ბრძანებას დაჯერ თბილისში იმან უთხრა მე ცოლშვილი მყავსო და უბრალოდ შენ არ გქონდებარებიო და მაშინ რა კაიო საჰაერო ძალების იმას რომ გამოგზავნე დეპეშაო და ტელეპროგრამის საჰაერო ძალებს იმან უთხრა დაჯერ თბილისში და ამან უთხრა რაც არა მითხრა თუ მე მყავს ცოლშვილიო და წავიდნენ ნუ იმაში დაჯდნენ აზერბაიჯანში ჯანჯანში მაგრამ იქნა მაგრამ რატო ვიზახი ფიზიკური რისკის ფასად ამ აქციაზე იყო დამიზნული რაკეტები მაგრამ ეს აქცია იყო რომ თემსოფლიოს ენახა რომ ქართველი ხალხი თავრობა ერთიანია სოფლიო აქ დგას ამასობაში ამერიკელები მობილიზაციას ახდენენ ეს იყო ჩვენთვის გარღვევა თუ ჩვენ დავკარგეთ დღეს თავარი რაღაცა რომ საქართველოს ჯერ ერთი აღარ იბრძვის თავის თავისუფლებისთვის რატო იყო ჩაერთო სოფლიო მაკეინმა შეწყვეტა თავის საარჩევნო კამპანია თქვა რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ საპრეზიდენტო ბაიდენი ჩამოვიდა და ამის გამო ერთ-ერთი მიზეზი რატომ შეიქმნა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატო რომ პირველი სენატორი იყო რომელიც ერთ-ერთი რომელიც მიხვდა და ჩამოვიდა ეს თუ ეს ხალხი ყველა თუ ამ ხალხმა ყველამ ჩათვალა რომ შენ აღარ გინდა შენი თავისუფლება შენ ასამართლებს შენ პრეზიდენტ სამხედრო დანაშაულებაზე შენ თვითონ იცახი რომ მე ვარ ტერორისტების მომზადებელი თუ საქართველოს დემოკრატია აღარ იქნა მაშინ იცით რამდენი არადემოკრატიული ქვეყანაა სოფლიოში რომელსაც არავინ არ დაიცავს ასეთ გარემოებებში თუმცა იგივე ახალგორი კოდორზეც მინდა და მე კითხავ რომ სხვა თემებზეც მინდა მოვასწრო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რომ აი ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი იმიტომ რომ არსებობს კიდე სხვა კითხვები იგივე ახალგორი და კოდორი იმიტომ თქვენ ახლა საუბრობთ საერთაშორისო მხარდაჭერაზე შესაძლოა რა მიიღო საქართველოს მაგრამ ფაქტია რომ დაკარგა ტერიტორიები რომელიც დაკარგული იყო მაგრამ ნუ უფრო მეტი ნაწილი დღეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სულ ისმის კითხვა ახალგორზე და კოდორზე ახალგორთან მიმართებაში ის რომ არადროებითი ადმინისტრაციული ერთეული თქვა შესაძლოა ეს არ მოხვედრილი იყო ამ ოკუპირებულ ნაწილში და კოდორი სადაც ვინ და რატომ გასცა ბრძანება ისმის ეს კითხვა დაეტოვებინა ქართულ ძალებს და ფაქტიურად ჩაებარებინათ კოდორი რუსებისთვის თუ შეიძლება რომ მოკლედ პასუხოთ ახალგორი სამხრეთოსეთის ნაწილი იყო რუკებზე რუსები არ ხელმძღვანელობდნენ იმით ჩვენ სად ვინ რა ჩავერთეთ და რაღაცა მათ რუკებზე იყო აი ხა ბოლოსაც 200 მეტრით რო გამოდადუწია საზღვარი და რატომღა ჩვენ თავრობდნენ არაფერი არ თქვა მე მაგ ეჭვი რომ ეს არა იმიტომ რომ არ ქონდა ფიზიკურად ვერ იღებდნენ მაგრამ ყოველთვის იმ რუკებზე იყო მაგრამ იმ ხელშეკრულებით რომელსაც ჩვენ თბილისში მოვაწერეთ ხელი ნინო ისინი იქიდან უკვე დიდი ხნის გასულები უნდა იყო მათ ხელმოწერილი აქვს რომ წასასვლელები არიან იქიდან ეს ხო მან არც რაშუაში რუსები აღიარებენ რომ იქ არ უნდა იყვნენ უბრალოდ მე თუ ეს რომ ეხლა რეალობა შეიცვალა ასე რომ ჩეხვა კოდორს ასე რა ჩეხვა კოდორს როგორ დავიცე კოდორს ერთად ჩაგვახოცა ეს ხალხი თქვენ ესთერი ლაპარაკობ რომ კოდორს მანამდე იცავთ სანამ 50 აფხაზი მოდიოდა რუსეთის არმია იყო თელი რუსეთის შეერაღებული ძალები იყო შემოსული საქართველოს ჩვენმა არმიამ შეუძლებელი მაგრამ ჩვენ ჩამოვაგდეთ 10-ზე მეტი საფრენი აპარატი მათ შორის Tu-22 სტრატეგიული ბომბაჩენი რომ იმიტომ რომ ღამის ხედვის იყო და Su-25-ებს და 24-ებს არ ქონდათ ეს ღამის ხედვა მათ უნდათ ღამით დაბომბა იყო ჩვენ რო რაკეტები არ გამოგვლებოდა
მეორე დღის ბოლოს რუსმა ფრინავებმა უარი თქვეს დაჯდომაზე თვითფრინავებზე, ამიტომ პერიოდი ქონდა ეს გამონათება საშუალო და შემდეგ მათი მეთაურები დაჯდა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ რაკეტები აღარ აქვს. ეს ბუკის და ასას რაკეტების რაკეტები და ისრაელის რაკეტები. რატომ გამოგველი ეს რაკეტები? ანუ პრეზიდენტ ამაზეც იყო საუბარი მილიარდობით ლარი ხარჯებოდა. არა, ეს ბევრად მეტი ღირს და ბევრად მეტი უნდა ჩამოსულიყო. სხვადასხვა ერთ-ერთი სტრატეგიული გარღვევა, რასაც მივახციეთ ახლა მინდა შეგახსენოთ ამ წლებში ბოლოში, როცა მივახციეთ სტრატეგიულ შეთანხმებას, ომის სხვადასხვა შედეგებზე ვლაპარაკობ. სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შარშან ობამასთან მომახციეთ ხელშეკრულებას, რომ ამერიკა აღჭურავს საქართველოს არმიას. რამდენი არმია არა ნატოს წევრი სოფლიოში, რომელსაც ამერიკა აღჭურავს ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი. ასე რომ საქართველოს ეს ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ჩამოვიდა 10 თვითფრინავი. წარმოუდგენლად გამბედავი მანევრია მეორე ბრიგადის პირველი ასოლის როცა გენერალი ხროი როდის დაიჭრა ბოლოს არმიის მეთაური კომდარმი რუსეთის არმიის დაჭრილი მძიმედ წაიყვანეს სასწრაფოდ ლადაკავკაზში გააჩერა რამდენიმე ათეული ჯავშან ტექნიკა აფეთქეთ მაგრამ მე რო გუშინ წინ ვიღაც ექსპერტი ვნახეთ ყოფილი გავშოვილი სამხედრო გაბრაზებული და იძახის რომ იქ კარგად რო ყოფილიყო მომზადებული ერთი თვე გავწევით წინამდე მეგობრებო არა იმაში ცხინვალში გულისხმობ ამასობაში შემოვიდა ამხელა კოლონა ამხელისიდან რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი ეს 300 ტანკი სოჩაში იდგა და ჩვენ ამერიკელებს ვეუბნებოდა ცერუნ გითხრა რომ არა ვერ დავადასტურებთ ამასო ესე ქვია იდგა პირდაპირ ეცე აფხაზია 4 თვით ადრე იმიტომ გააკეთეს გალამდე რკინიგზა იმიტომ მეშინია მე წინა პირობების გარეშე ამ რკინიგზას მე რკინიგზის წინამდე კი არ ვარ წინა პირობების გარეშე და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე მეშინია როდესაც იქიდან მოდიოდა ეს არმია და ყაზბეგს მოადგა ლარსზე უზარმაზარი შენაერთი და გეგმა რუსული არმიის წაიკითხეთ ფელდგენაურის სტატია რომელიც პირდაპირ ინტერვიუს იღებს რუსებისგან იდახს რომ თავარი იყო ჩაგდო ხელში ქართული არმია პირადი შემოდგენილობა თლიანად მაშინ თბილისის დამცველი არავინ არ იქნებოდა და როგორც კი ყაზბეგიდან შემოვიდოდა კარგად შეხედოთ რუკას თუ ვისაც სახში აქვს და გვიც გუყურებს ჩაკეტავდა მთლიანად გადაჭრიდა ამას ცხეთის იქით ნატახტართან და ქართული არმია და იქიდან აღარ ყავდა ხო ჩვენ შენათები ჩვენ ყავდა იმდენი ჯარისკაცი რამდენიც ყავდა იქიდან ჩაკეტავდა მთლიანად და ეს არმია მოექცეოდა თლიანად ალყაში თლიანად ალყაში მოექცეოდა და აიყვანდნენ ტყვედ და მივიღებდნენ ბევრ ანწუხელიძეს ამიტომ ჩვენ იქამდე დავრჩით სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა არსებობდა მაგრამ ამასობაში ჩამოვიდა სარკოზი ამასობაში დაიძრა მეექვსე ფლოტი ამასობაში მოხდა ის რაც კაჩინსკიმ და მისმა ჯგუფმა ქნა ამასობაში თენი მსოფლიო მარტო ამაზე ლაპარაკობდა გამოიღვიცა ყველამ გადაიფარა ეს პეკინის ოლიმპიადა დღემდე ჩინელები ალბათ ჩვენზე ცოტა ნაწყენებიანია რომ ამ დროს მოხდა და იმიტომ რომ თვითონ გარემოებები და ასე შემდეგ. გასაგებია და მე მინდა ომის თემას ვიდრე ამოვწორო არ შემიძლია არ კითხოთ იმ ცნობილ კადრებზე რომელსაც ძალიან ბევრი ნეგატიური შეფასება მოყვა და იგივე ომის შემდეგ ეს ტრიალებდა იგივე CNN-ის ეთერში საქართველოში ბევრი განცხადება გაკეთა გორში ყოფნის დროს ანუ ინციდენტს გულისხმობ როდესაც თქვენ დაცვამ გაგიყვანა და აქ მოვისმინეთ შეშინებული მთავარსარდალი გაქცეული პრეზიდენტი კეთებოდა ესეთი განცხადებები. მინდა მაინც აი ეს კადრები კიდევ ერთხელ ნახოს მაყურებელმაც თქვენც რა ვიცი გაიხსენოთ და რეალურად რა მოხდა სინამდვილეში გითხრათ. გვაქვს საშუალება რომ ეს კადრები ვთქვათ აი ვნახოთ და შემდეგ თქვენი პასუხი და უნდა გადავიდეთ სხვა თემებზე. Mr. President, how do you estimate? ანუ ამ კადრებს ეს ფრაგმენტები შევახსენეთ და არის ფოტოები ასევე მოყვა ასეთი შეფასებები რაც ვთქვი. კი, მაგაზე უარი ისა რო ის ერთად ის ხალხი ვისი
თანახვაც არა და ფერის სხვა რაღაცა თქვას, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ნაწილი გაიქცა უცხოეთში, არავინ არ გაქცეულა. ჩვენი ბევრი ოფიციალური პირი იყო უცხოეთში, ბაქრაძე იყო უცხოეთში, ბოკერია იყო უცხოეთში, თავდაცვის მოადგილეები, საგარეო მინისტრის მოადგილეები, ყველა გამოიქცა უკან, მახსოვს ნიკარაგუა, ყველა გამოიქცა უკან. ერთადერთი ვინც იყო, გადიოდა, შემოდიოდა, იყო ხეთაგური, რომელიც დადიოდა აზერბაიჯანის საწვავის და იყვნენ ჩვენი ფინანსური სერვისი, რომელთაც ომრებით დაქონდათ ფული, კეში. იმიტომ რომ საქართველოს ჭირდებოდა კაში, ბაში როგორც რაც შეეხება იმას. პუტინი და მედვედევი გინახიათ თქვენ ბრძოლის ველზე? თქვენ აქ ეს ხოლოდ ძალიან ტვინ მოგრეცილა და მე ბოდიში ვხდით, ჩემზე არ არის ლაპარაკი. თქვა შეუძლია თქვას, რომ ეს არის რამე სივრცეს გამოხატულება. ყველგანაც უცხოეთში კადები აჩვენეს და მე ვყოფილა მათ შორის ვიდეო, მითქო, ვაუ, ნახე როგორი ის არის, რა ქვია. აქ ეს არის ყო ასე ვთქვა შეშინებული თავარსარდლის თქვენ ესე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმარო. მე ვიყავი მოვლენების შოკოს მთელი ეს პერიოდი. მაშინ ჩვენ ვიყავით სამიზნე ყველგან და მას შემდეგ მე ვარ სამიზნე ყველგან. მას შემდეგ პუტინმა რომელიც დაიფიცა რომ მე მომკლავს. პუტინმა რომელიც დაუმიზნა რაკეტები მიტინგს. ყველგან სადაც ჩვენ ვიყავით, ყველგან სადაც საქართველოს მთავრობა იყო. საქართველოს 21 წელს შემოვიდა ბევრად უფრო პატარა რუსული არმია. მე-11 არმია, იმას შედარებით რაც იყო 58 არმია და იყო პატარა ცირესი, სუდად შეიარაღებული შენაერთი. საქართველოს მთავრობა დატოვა ჯერ თბილისი, შემდეგ ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და შემდეგ თქვა ცოტა ხეთ გავარდა, აღარ დაბრუნდა. ჩვენ ერთადერთი გზა გაგვხსნეს რუსებმა. ეს იყო თბილისის აეროპორტისკენ და გვითხრეს რომ წადით, გაიქეცით თქვენი სამოყვარლე შემოგვითვალეს ბევრი სხვადასხვა წყაროთი, მათ შორის უცხოელი დიპლომატებით. არც ერთ ადამიანს არ მოუწვია ფეხი. გვეუბნებოდა რომ ისკანდერები იყო დამიზნებული საპრეზიდენტო სასახლეში და ეხლა ვიცით დადასტურებოდ რომ ასე იყო. არც ერთ ჩვენგანს არ მოუწვია ფეხი. ჩვენი ციცოცხლე ეკუთვნის საქართველოს. ჩვენი და მე მინდა უთხრა გუშინ მყავდა გიორგი ანწუხელიძის ბავშვები. მართლა ისეთი საყვარელი ბავშვები მივხვდი რატო იყო ეს ბიჭი ესეთ გმირი მართლა. და ძალიან ცოცხალი ეს პატარა გოგო ეს 4 წლის ანა რომ ეს ფილტვი ნუ დედამისის 7 თვის ფეხი მეიყო ეს რომ მოხდა მაკა და ესე იგი და ფილტვი ქონდა შეკურშუ ძალიან ავად იყო ეს ბავშვი თავი და მაგრამ ეხლა აი სიცოცხლე ორი სიცოცხლე მართლა საოცრებად ძალიან ისეთი ძალიან სხარტი ბავშვი და სანამ პირში სული მიდგას მინდა უთხრა მათ რომ ვიბრძოლებ სამცალ უნდა მდიოს ყველაზე მთავარმა მაფიოზმა ალბათ სოფლიოში რომელსაც გამოცხადებული აქვს რომ მე ფიზიკურად გამანადგურებს ამას მნიშვნელობა არ აქვს მე შეიძლება გამანადგურონ კიდევაც მაგრამ საქართველოს იდეას ვერ განადგურებ საქართველოს თავისუფლების იდეა მე არის ის რაზეც ყველა ქართველისთვის ღირს ბრძოლა დღეს ვინც გვიქაგადებს იმას რომ ჩვენ უნდა დამპყრობეს გაუწვეთ იმიტომ რომ დაც ბაბაია უნდა უძახო და უნდა თქვათ რომ არა ნუ არ არის პრინციპში რა მოხდა პუტინმა თქვა რომ ერთი ადგილი ჩამოკიდებს იმას მაგრამ შეიძლება არ არის ცუდი კაცი გენერალ გრაჩოვი ჩავიხუტეთ ყოცნეთ ვეფერეთ მოუნათლეთ კიდევაც თბილისში და რა მერე ასე რომ კარგით ამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალ მთავრობის ქმედებებზე მე ალბათ მოკლე კიდე შევეხები თუმცა მინდა სხვა საკითხებზე გადავიდე მით უმეტეს ეს ბოლო დღეებია ძალიან აქტუალური გახდა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები ამაზეც კითხავთ მაგრამ მინდა დავიწყო ასე ვთქვათ მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის და ჩემი გადაცემის იმით რომ რა მოხდა თურქეთში პირველი ისეთი მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ რა შეგემთხოვთ იმიტომ რომ მოხვდით კლინიკაში და იყო სხვადასხვა ვერსიები ოფიციალური ინფორმაციით თქვა რა მოხდა აგერ მაგ დადებული ბევრი ნაკერი ხო ანუ რა შეგემთხოვთ იყო ეს რაღაც მართლა ავარია სათუთო მანქანასთან არანაირ სათუთო მანქანა ჩაოლებრად სოფლის შარაგზებზე გამოვიდა ამას ვაკეთებ მუდმივად მათ შორის იქ ყვარელში ტბაზე ძალიან მაგარი საველოსიპედის ტრასა და ყვარელს ერთ-ერთი 35 კილომეტრი ველოსიპედის ტრასა ბათუმში დანდი ტრასა არ ჩათვალოთ რომ ჩემთვის გაკეთდა ეს რა თქმა უნდა გაკეთდა ყველასთვის მინდა რომ ხალხმა ამით ისარგებლოს და მე როცა მივდივარ ამ ჩემი ველოსიპედი სპორტული ველოსიპედი სადაც 35-40 კილომეტრის სიჩქარეზე ვარ ვითარებ almost ჩავარდა უბრალოდ და კიდე კარგი მეკეთა კარგი შლემი და მან დამიცვა მაგრამ ნუ მაგრამ მინდა თქვა რომ სხვა ჩვენს ეხა თურქეთში რო ვიყავ საავადმყოფოში ძალიან შემშურდა საავადმყოფოში მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩვენ ამ დონემდე პრაქტიკულად მისულ მივდიოდით რა ეხა ეს მაგალითად საპრეზიდენტო პროგრამა დაუფინანსე მე ესეთ მენჯის პროტეზები მაგრამ აი ეს სკინები რომელიც მე ჩამიყენეს ჩვენი დაზღვევით ჯერ კიდევ არ იფარებ იმიტომ რომ ეს ღირს სადაც 1500 ლარი ჩვენთან ჩვენ დაზღვევ ფარავს სადაც 1000 ლარამდე მოტეხილობას. არა და ამაზე ყურადღების გამოხმები მე ხა ძალიან შეშფოთებული იმით რაც ქვია რაც ხდება სამედიცინო სექტორში ძალიან შეშფოთებული ვარ და ამიტომ ღირს ამაზე მეტი ყურადღების მიქცევა ზოგადად. თურქეთში იყო წარმატებული ვიზიტი და ხა რატო ხონდა ხარ მოხსნი ხარ ხონდა მაგრამ ვიღაცამ თქვა თავი მოგჭრა ველოსიპედზე იჯდა. ხო ველოსიპედზე არ სხედან მარტო
ძალიან ჩამორჩენილი ქვეყნის ლიდერები და ჯორჯ ბუშთან ერთად ველოსიპედით მივლია ამერიკაში მის ბაზაზე, სამხედრო ბაზაზე ვაშინგტონთან დიდხანს. ნატოს გენერალ-მდივანმა ასევე ზუსტად იმ მოვითარებაში მოიტეხა ხარი, აქ იყო ჩამოსული და მას ეკიდა ჩემგან განსხვავებით. ასე რომ სოფლიოს ბევრი ლიდერი ამ ტრანსპორტით სარგებლობს და ყველას მოუწოდებს, რომ ისე მით უმეტეს ჩვენთან დასავლეთ საქართველოს საიდანაც მე ნაწილობრივად წარმოშობით, ეს არის ჩვეულებრივი გადაადგილების საშუალება. ვიწყობელა სამტრედიაში, აბაშაში, ყველასთვის არის ცნობილი გაბრათქვები, რომ სამტრედიაში ყველა ოჯახში ერთი ველოსიპედი არის, ესევე აბაშაში, ესევე სხვა ადგილებში. კარგი, ეხლა მინდა მთავარ თემას შევეხო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს დროს ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს და საერთოდ ამ შეკითხვის დასმასელოდება ჩემგანაც, იმიტომ რომ ომის შემდეგ ამ ორ დღეში ესეთი განცხადება გაკეთდა, გავრცელდა წერილი დათაახალა ეს სახელით, რამაც უკვე პოლიტიკურ ნაწილში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში მინდა კითხოთ, ეს სკანდალური მიმართვა, რომელსაც ადვოკატი ადასტურებს. თქვათ, განიხილავთ ალბათობას, რომ ამ წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები იყოს რეალური და ზოგადად დადასტურეს, რომ ეს მართლა მისი წერილია. მე ნამდვილად არ მჭირდება ამ თემებზე ზედმეტი კომენტირება, არა იმიტომ რომ არ მინდა ამ კითხვას გავაკეთო, უბრალოდ რეალურად რო ვილაპარაკოთ. რაც შეიძლება მოძრაობა ეს არ არის პიროვნებების უпростоოდ ეს არ არის პიროვნული ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი. რაც შეიძლება მოძრაობა ეს არის პრინციპების გარშემო არსებული გაერთიანება. იქ ადამიანები მოდიან, მიდიან, ჩხუბობენ, წასულან გაბრაზებულ რაღაცას მოუყურებთ. ეს მოხდა, ეს მოხდება მომავალშიც. ანუ ვინმე მიდის, იმიტომ სულ არის საუბარი, რომ გარკვეული დღევა შესაძლოა ნაჩვენო მოძრაობაში. ჩვენიერმა ნახეთ ბოლო კონსტიტუციური კენჭისყრისას, რომ თელი ეს ლაყბობა და ბაქი-ბუქი, რომ კიდე 7 კაცი, 10 კაცი ვერავინაც ვერ წავიდა და ვერავინც არ წავიდა. ეს არის ძალიან შეკრული ჯგუფი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს შეკრულობა ეფუძნება არა ფულს, არა სხვა რაღაცა, არა ერთმანეთის გატანას ეგრეთ წოდებულს რაღაც მაფიოზურს. ეს ეფუძნება პრინციპების გარშემო ერთობას. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ახლა ხო რაღაც კითხვა კიდევ? ხო, აი დათაახალესთან დაკავშირებით მინდა მეკითხა, ქონია თუ არა მასთან კომუნიკაცია, რაც ის წავიდან იგივე ამ წერილის შემდეგ და თქვათ, რო დადასტურდეს, რომ ეს წერილი მისია საბოლოოდ, თუმცა ამბობენ, რომ სწორედ მას ეკუთვნოდა, შეიძლება რამე შედეგები გამოიწვიოს პარტიაში. არ ფიქრობთ, რომ რაღაც შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს? რაზეც აქამდეც იყო საუბარი, თქვენ დავადამოთ, რომ კენჭისყრამდეც ითქვა ეს. არ ქონია კომუნიკაცია, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიძლება ორჯერ და სამჯერ ყავს სუნანახი, ისიც აი ეს სხვადასხვა ჯგუფში და ასე შემდეგ. ასე რომ მე რაღაც ჭიდრო ურთიერთობები გამერა შეეხება მის მას ახლა. ხო, აი ბაჩო თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის. ესეც მაინტერესებს უკაცრავად და მოგცემ საშუალებას რომ მიპასუხოთ. თუ იყავით ინფორმირებული იგივე ბაჩო ახლა როდესაც ჩაბრუნდებოდა საქართველოში. არა. ეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არა, ესე თავისუფალი ადამიანი იყო და მის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე შემდეგ რაღაცა მინდა გითხრათ. რაც შეერღებულ ძალებში ამ წლებში გაკეთდა ძალიან ბევრი მაგარი რაღაცა. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ასე იყო თუ იყო პიროვნებებზე, კიდევ ერთხელ რომ პიროვნებები გავდოთ გვერდზე, არა აქვს მნიშვნელობა, პიროვნები შეიძლება დააშავონ კიდევაც, შეიძლება კარგებიც იყვნენ, ეს მეც მეხება, აქ ამაზე არ ვლაპარაკობ. შეერღებულ ძალებში მოხდა გორის ბაზა, რომელიც აგვიფეთქეს მიწასთან გაგვისწორეს. უმოკლეს ვადებში აღვადგინეთ. ძალიან ბევრი ახალი ტექნიკა შემოიყვეთ და ჩვენი ტექნიკა შევქმნით. ამიტომ ეხლა როდესაც მე მინდა ამ თემაზე ასევე მივაბა ის, როდესაც ამ ითქვა, რომ რაში გჭირდება ჩვენ აღლუმი? მოდი, ხო, რაზე გჭირდება ჩვენ აღლუმი? რა გვაქვს ჩვენ საჩვენები? რომელი ახლა დიდი ჩვენ ქვეყანა ვართ, რა გვაქვს საჩვენები? ჯერ ერთი, როგორ არა გვაქვს საჩვენები? აი აღიარა თავდაცვის მინისტრად, რომ ვიჩქარეთ ლაზიკას და დიდგორის შეფასებისას. მე ძალიან ვამაყობ ამ საბრძოლო მანქანებით. ეხლა ლონდონში იყო სხვა თვალწინები გამოფენას და საერთოდ ამ პარლამენტები მაგარ შეფასებებს იმსახურებს. ძალიან მაგარი მანქანები, მაგრამ ის რომ ცარიელ ადგილზე შევქმნით ეს ბოლო წლებში. საქართველოს შექმნა ხალხო. როგორ არა გვაქვს საამაყო? თქვენ და როცა ლაპარაკობ ჯარზე, ჯარი არ არის პიროვნები. ჯარი არის მთელი ჯარი ყოველი წელი ემზადება აღლუმისთვის. აღლუმი არის შენი ეს არ არის ეს აღლუმი როგორც გონიათ ზოგიერთს რომ აი საბჭოთა დროს რო იყო საბჭოთა კავშირის დროს ხა თქვენ პატარა ხართ ამაში ალბათ და მე დავდიოდი სკოლაში ვიყავ მარშიროკებზე. ეს მარშიროკებზე მივყავდით, გავყრიდან, იქიდან გამოვიპარებოდით ხოლმე, ესე კვირაობით ვემზადებიან რომ გაგვალო ტრიმულის წინ დროშა და გოქნია პარტიული ლიდერები. ერთხელ ბრეჟნევი ჩამოვიდა და იქ საერთოდ სისხლი გაგვიშოს. მახსოვს ვაჟობშავას წინ და უკვე დაგვატარებდა ცხენებივით და ბოლოს თან გვაცენდნენ გაკვეთილებს და ბოლოს როცა აღლუმზე უნდა გავსულიყავით და ბრეჟნევი ჩამოვიდა, თქვენს რომ კარგით ეხა ბრეჟნევს დიდხანს ვერ იდგება ფეხსეო. და მარტო მაღლები დავტოვეთ რომ მე ეგრევე ჩავდაბდი რომ გავეშვეთ სახში. არ მინდოდა ცოცხალთავად ბრეჟნევის ნახო. ამას რატო გავიხსენ რომ ეს არ არის ის აღლუმი. ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ეს არის ომის მდგომარეობაში ყოფი ქვეყნის ომის რომელიც არის ღირსების მატარებელი, რომელიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. როგორ შეიძლება ქვეყანა რომ ჩაიბარებთ 26 მაისს თქვენ აღლუმს ჩატარდა. მე ხა ჩვენ ხო ვიცით მათ თქვენს რომ აღლუმი ჩვენ არ გვინდა
იმიტომ რომ ფული არ აქვს, მაგრამ 5 მილიონი პარლამენტზე მოდის ხო გამოყავს ეგრევე. ამდენი მანქანა ვიღეს, მანქანების მეტი რა დავტო, იმაზე მეტი ქონდა სამწუხაროდ ნაკიდი ისე გჭირდება. მანქანა მოიცა და არა რა მინდა თქვა. ეხლა მოდით, ნუ თამაშობთ საბავშვო ბაღის თამაშებს. გამოაცხადეს ხო გვაკრიტიკებდა რომ ტაშფანდური და რაღაცა. 12 რეგიონში ედოლოთ კონცერტი. ესეთ რამე ჩვენც არ მოგვსვლია რუსულს აზრად. ესე იგი ამ მასშტაბით როგორც ისინი გეგმა ბოდიში, მაგრამ საუბარი არის ჩვენ მარტო ეთნოგრაფიული ერთობა კი არა ვართ ერი. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივი ერთობა. ჯარი ამ სახელმწიფოებრივი ძალიან მნიშვნელოვანი მე მინდა წაგიკითხოთ უბრალოდ არის ესეთი ავთანდილ კემულარია შემთხვევით მივიღეთ Facebook-ზე ჯარისკაცი ავღანეთში ავთანდილ კემულარია სერჟანტი. და უბრალოდ ჩემ Facebook-იდან მინდა წაიკითხოთ ერთი ფრაზა ეხა ბევრს თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა ეს ფრაზა. საქართველოს ისტორიაზე ლაპარაკობს და აქვე დავძენ ბოლოს წერს, რომ შეერაღებული ძალების ძლიერებისთვის თავარი მაინც მე უფრო ჯარისკაცების ღირსება და თავისუფლება გონია. რისთვისაც იბრძოდა ადამიანის მოდგმა ათადა და ბადბავდან მოყოლებული. ამიტომ მინდა ვთქვა ხო ვიცით რისთვის არ მართა თან ხო ერთი აღლუმი ჩაგუშაში 2009 წელს მიტინგებით რატომღაც ებრძოდა ამ სახელმწიფო სიმბოლოებს 2012-13-ში ბურჯანაძე მოინდომა თავის ჯგუფით ზუსტად იგივე არა ხო ზუსტად არა არაფერი კონკრეტულად მოინდომა აღლუმის ჩაშლა აღლუმი არის სახელმწიფო სიმბოლო გამოიცვლებიან პრეზიდენტები პრემიერები ყველა წავა მაგრამ აღლუმი არის მარადიული რაღაცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოების ჩვენი მებრძოლიერის ქართველები მეთაურობდნენ არმიებს ეხლა ეგვიპტეში ვიყავ მამლუკების სპარსეთის ამერიკის არმიას ხელმძღვანელობდა 10 წლის წინ ბოლოს და 15 წლის წინ ქართველი გენერალი პოლონეთის არმიას ეხლა პოლონეთში სულ ახსოვთ ხო ესა ფინეთში იყო რატო ვიძახით ეხლა ჩვენ ქვეყანაში გვაქვს არმია ჩვენ ქვეყანაში ვქნით ამ საოცრებას ეს არის მართლაც ისტორიული პროცესი როგორ შეიძლება ამას პატივ და მე როხან მათ პრობლემა აქვს ჩემი და მოდი თქვათ რომ მათ აქვს ჩემი პრობლემა ხო ვაცხადებ სრული მასუზე ფულიც აქვს და ყველაფერი მოვეცოთ ამ თამაშებს გზად ვარ იმ დღეს წავიდე ავღანეთში და ამ მცირე ჯგუფთან ჩვენი ჯარის კონტინგენტთან შევხვდე იქ და მოკედეს არ ჩავიბარო ჩაიბაროს თავდაცვის მინისტრმა ჩაიბაროს გეშტაბის უფროსმა თავრობის წევრების დადგენიქა ყველა მაგრამ ქართულმა ხალხმა ჩაირო გაატარონ ჯარი ჯარისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რომ მასწავლენ პატ ეს არის ის ჯარი კიდევ ერთხელ რომელიც გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრივი 2008-ში დღეს ვიძახეთ თუთიყუშებით ვიმეორებ წაგებული ომი წაგებული მე მაშინ რატო ზივარ დღეს აქ რატო ფრიალებს ხუჯურიან დროშა რატო არის რომ საქართველოს მაინც მიდის ნატოში და ევროკავშირში რატო ავაშენეთ ამდენი ახალ რაღაცა თუ დამარცხებული და განადგურებული ქვეყანა ვართ დამარცხებული განადგურებული მე ვით მახსოვს კარგად ოდის ვიყავით 92-13-ში როცა ყველაფერი უსემე ჩაიგდეს ხაში ყველა კონტროლის ბერკეტი შევარნადე მუხლებზე მიჩოჩდა იქ ელცინთან რომელიც მე მითხრა თვითონ რომ ვერ ვიტანდი შევარნაძესო და საერთოდ და მაინც გადავარჩინეო იმიტომ რომ მაინც უკვე ჩვენი ყველაფერი გავინახდეთ ეს ყაზახეთში მითხრა ბოლოს რო შევხვდი მიხოხდა აი მაშინ მართლა ვიყავით დამარცხებული ქვეყანა ჩვენ დამარცხებული ჯერ არ ჩვენ შეიძლება დამარცხეთ დღეს თუ ჩვენ დავადგებით კაპიტულაციის გზას თუ ჩვენ იმის კი არა ღვინო არ გავყიდოთ ღვინო კულტურული ურთიერთობების დამყარება რომ თქვა რომ სააკაშოს დაიჭერთო კულტურული ურთიერთობების აღვადგინო ალბათ გამოაგზავნეს წითელი არმიის გუნდს სამ და იმას რა ქვია ის რა ალექსანდროვის თუ რა ქვია იმას და გვიმღერებენ აქ რეაბინას ან ამერიკა სიმღერებს ჯარში ვიყავი და ვიცი ალბათ ეგ არის მაგრამ ეგ არ არის საშიში არის ის რომ მოვაწეროთ ისეთივე ხელშეკრულების ხელი როგორცაც შევარდნადე მომდე 94 წელს საშიში არის ის რომ დავიჭიროთ ჩვენი ოფიცრები რომ ოპერაციები რატო განახორციელებთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტების წინააღმდეგო გამოაცხადოთ ჩვენ ამზადებ ტერორისტებს გამოაცხადოთ რომ საქართველოს ხელმძღვანელობა სამხედრო დანაშაულებაში მონაწილეობს ჩვენ გამოაცხადოთ და ხვალ და ზეგ დომინიკის რესპუბლიკიდან დაწყებული ვანუატუთი, ფიჯით და საბოლოო ჯამში გერმანით, ბელარუსით, ჩეხეთით ასე შემდეგ დამთავრებული ყველა მაგიაროს აფხაზეთს მაშინ ჩვენ მართლა დავკარგავთ ტერიტორიაზე და ბოდიშ და მარტო ესა ჯავახეთი, ჩახალიანი, ეხა ჯავახეთში დღეს კიდევ კარგი არ არის ეს სიტუაცია, მაგრამ თხილად უნდა ვიყოთ. ხო, ვიცით რომ რუსეთი აღარასდროს აღარ გვაპატიებს, ჩვენ რუსეთმა ერთი რამე დაინახა. პოლონეთზე რაც ხდება დაანახული, პოლონეთზე ხონდა დაანახული, პოლონეთს შეუძლია შექმნა სახელმწიფო და ამიტომ ვიძახოთ პოლონეთი თბილისის ნახევარი არის პოლონებისაშენ რატო იქიდან მოყავდათ ის ამ ველურ კავკასიაში რაც არ უნდა აშენო პრობლემა არ არის იმიტომ ეს ხალხი მაინც ვერ შეხვდეთ ეხლა თქვენ იცოდეთ რუსეთი თუ როდესმე ისე მთლიანად ჩაგვიდო ხელში ის აღარასოდეს აღარ გაგოხარებს მარტივ მომრავლებას დაგშვირს იმიტომ კი არა რუსოფობი ვარ მე მინდა რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ მინდა რომ ბევრი პროდუქცია გავყიდოთ მინდა რომ საქართველოს კონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველა მეზობა და მათ შორის ასეთ მეზობებთან რუსეთთანაც კარგი მე მაინც უნდა დაუბრუნდე თქვენი პარტიის შიდა ასე ვთქვათ საკითხებს იმიტომ დღეს ესეც საინტერესო იგივე დათახალა ეს მიმართვას და კითხოთ შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს შიდა დაპირისპირება ამან როდესაც ვთქვათ იქ საუბარია კონკრეტულად ერთ პიროვნებაზე ანუ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან
ვანო მერაბიშვილზე დათაახალა ეს მხრიდან და თან ამ ფონზე სახელდება ის რომ ვრცელდება ინფორმაცია შესაძლოა ვანო მერაბიშვილი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. იგივე თქვენი გუნდის წევრებმა დაუკავშირეს ამ ყველაფერს 19 აპრილის მოსალოდნელ აქციას, თქვა თავრობის მხრიდან ერთგვარ შიშს ამ აქციის ეს მიმართვა, რომელიც კიდევ ამბობ, თქვა ადვოკატი ადასტურებს, რომ დათაახალა ესეა. მოდით პირველ რიგში ჯერ პარტიაში დაპირისპირებაზე ვთქვა, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მსგავს მიმართვას. არა მხოლოდ ვერ ვხედავ ამ დაპირისპირებას. თქვენ ხო ნახეთ, რომ თავარი რის გამოც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასწაული მოხდა წინა წლების საქართველოში. შეიქმნა სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ ჩემი პირველი ამბიცია ხარ, მიასახარისხოვანი, რომ ჩვენ რაც უნდა მოხდეს ვართ ერთად. იქნა ვიღაცა გამოაყდა, მიემატა, ეს ასე ხდება განახლების პროცესი ნორმალურია, მაგრამ არ მოხდა ეს ჩვეულებრივი ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორია ერთმანეთის დაჭმის, ღალატის, გურჯებში მოღალატეები და დაპირისპირება ძალიან ადვილი საპოვნიაო. ჩვენ ლიტერატურას გადახედეთ, კარგად ჩანს გურჯებში მოღალატის პონას რა უნდაო და ასე შემდეგ. ხო, ესე იყო. ასე რომ ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. ამიტომ დღეს შესაძლოა დათაახალა სხვა ესეთი წევრები მიხვდნენ. მე საერთოდ არ მგონია რომ ის კაცი საერთოდ ნაციონალ მოძრაობის აქტივისტი იყო ჯერ ერთი უკვე ეს იყო ვარდების რევოლუცია მე აღარ ყოფილა და ახლა ეს გულისხმობ რა თქმა უნდა არ ყოფილა არასოდეს აქტივისტი და უბრალოდ რევოლუციის შემდეგ ეს ერთი და მეორე საერთოდ პოლიტიკური პროცესი დღეს მიდის პარლამენტში ის არის გამჭირვარი ძალიან მაგარი ჯგუფია ძალიან მაგარი დებატები ძალიან მაგარი ახალი ვარსკვლავები არიან მართლა ძალიან მომწონს გოგიტა ვაშაძე, დათო საყვარელიძე, სერგო რატიანი, ზურა ჯაფარიძე, ძალიან მაგრები არიან აკომინაშვილის, ჩიორა, ყველა რომელია ჩემთან არ მინდა ვინმეს ვაწყენინო ხა, ყველა ხო და მე იმედი მაქვს უმრავლესობაში საბადთან დაიკრისტალდება ის რომ გამოჩნდება ხალხი ვისთანაც საგნობრივი განხილვა შესაძლებელი იქნება და არა უბრალოდ ის რომ ჩვენ ესა თქვენ და ყველა დასაჭერები ხართ გაჩვდი ხა. რამდენიც უნდა უძახო ხა გოგიტა ვაშაძეს და სერგო რატიანს რომ დასაჭერები არიან ხა სერგო რატიანს შეიძლება ხელი გაიქნიოს სადღაც მაგრამ რეალურად ხო ვიცით რომ ეს ხალხი არის კრისტალურად სუფთა. ნაციონალურ მოძრაობაში ხდება განახლების პროცესი. აი სწორედ ამაზე კი კითხებოდით. ამაზე სულ საუბრობენ რომ განახლების პროცესზე შესაძლოა რაღაც გადანაწილებები მოხდეს აკადემიაში. გადასანაწილებელი ვერც მოხდება, იმიტომ ორად გაიყოს დაიშალოს ან ასე შემდეგ. ნახეთ რომ ყველა გამოწვდას გაუწვე. ამაზე მეტი რა უნდა მოხდარიყო. არჩევნების ამ შედეგის შემდეგ. არჩევნების ამ შედეგის შემდეგ საქართველოში ყოველთვის ყოფილი მართველი პარტია ქრებოდა ხოლმე. შევარდნაც პარტია ისე გაქრა, რომ სადავორთქდა ისიც ვერ ვიპოვეთ კვალი, ხო? ერთ ნახევარ საათში. ბოლოს საპარლამენტო განხილვა ნათლად აჩვენა. ისე როგორც ბევრ ადგილზე წაგავითარა პროცესები, საქართველოში შეიქმნა ძლიერი ოპოზიცია. ეს არის კარგი მთავრობისთვის. მე ვნანობ, რომ ჩემი მთავრობის დროს არ იყო ძლიერი ოპოზიცია. მართლა ვნანობ ამას. იყო ეს ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რის გამოც შესაძლოა. ეს ბუნებრივად თქვენ ძალიან ბევრი გისაუბრიათ ყველა 2008 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ აიფეთქა თავი, იმიტომ რომ მანდატები დახია, მაგრამ ზოგიერთ ჩვენგანს გაუხარდა, მე არ გამხარებია, იმიტომ რომ მე ამას მივყევით ჩვენც, რომ გამოჩნდა მარტო თავი კი არა აფეთქა პოლიტიკური სისტემა და ესე იგი უმრავლესობასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ასე რომ ეს ასე იყო. ეხლა მოხდა სასწაული, რომ შენარჩუნდა ძველი მთავრობა და როგორც მე პირველი გამოსავში თქვი ყო რომ ჩვენ მიდივართ ოპოზიცია, როგორც ოპოზიცია. ყველა მთავრობას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი. რა თქმა უნდა განახლება სულ იქნება, იმიტომ რომ ეხლა იმდენი საინტერესო ახალგაზრდა ჩანს, პოლიტიკა კეთდება, ხო, ახალგაზრდებსაც დღეს წდება საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი. დღეს წდება საქართველოს სუვერენიტეტი, იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა. ეს საკითხები დღეს წდება. აქედან 2 წელიწადში და 5 წელიწადში კი ეს მართლა ის კი არა სადღაც ავტობანის გაყვანა. ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური გზა. ხო, სწორედ რაღაც ევროპული არჩევანი იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამ აქციის, თუმცა ეს დღევანდელი წერილიც მე უკვე გითხარით რომ 19 აპრილს დაუკავშირა თქვენი გუნდის წევრებმა და ვახსენეთ წეღანაც, ამიტომ ამაზეც მინდა კითხოთ რომ ითქვა ესეთი რამეც რომ შესაძლოა 19 აპრილს დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატი ამ მიტინგზე. ითქვა რომ შესაძლოა ეს იყოს ვანო მერაბიშვილი. თუ აქვს გადაწყვეტილება პარტიას მიღებული ვინ იქნება კანდიდატი? მე ნამდვილად ხა დეტალებში მიტინგის არ ვაპირებ შესასვლელს, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, არა ვარ ბევრი მიზეზი. მაგრამ იმიტომ რომ პრეზიდენტის ფუნქცია ეს არ არის და არ უნდა იყოს, მაგრამ თავადაც არის რომ მიტინგის ფუნქცია მე ასე მგონია რომ არსად არ არის პარტიული ამოცანების გადაწყვეტა და კანდიდატების დასახელება და ალბათ არავინ არ ამცირებს ამას, ხო? როცა იქნება საპრეზიდენტო კანდიდატების საკითხი, ჩვენ ვართ ძალიან დემოკრატიული პარტია, ბევრი სხვადასხვა კანდიდატი იქნება, ერთიც იქნება, მეორეც 10 შეიძლება იყოს 20 კანდიდატი შიგნით. მე როგორც ამაზე არაერთხელ ითქვა თვითონ პარტიამ თქვა და მეც მოსმენილი მაქვს მათგანაც და მეც მაქვს ნათქვამი, რომ იქნება ეგრეთ წოდებული პრაიმერისი
იქნება აი თქვენ სტუდიაში მოვლენ სიტყვაზე სიამოვნებით 10 კანდიდატი პრეზიდენტობის ნაციონალურ მოძრაობის და ერთმანეთს ელაპარაკებენ მათ შორის წარსულის შეცდომებზე მომავლის გეგმებზე უნდა იყოს გამჭვირვალებული ანუ შევთანხმდით რომ ეს პრაიმერის შესაძლოა ნუ მე ამაში არ მონაწილეობ მაგრამ როგორც პარტიის თავმჯდომარე მე ამას სიამოვნებით შევუწყობდი ხელს რომ პირდაპირ ეთერში გაიმართოს ეს პროცესი იმიტომ რომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და არა ის რომ ვიღაცა სადღაც ჩაიკეტა გაკეთა ვანო ძალიან ღირსეული ადამიანი ძალიან აქ საუბარი ამაზე არ არის აქ არის პროცესი და ამას ეს არის მისი ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ვანო ანუ ის ბრალდებები რაც გაჟღერდა თქვენ გამორიცხავთ რომ რეალობასთან ახლოს იყოს ამაზე ლაპარაკი ხარ კარგით. არასერიოზულია უბრალოდ. კარგით. და ეხლა გამჭვირვალობაზე საუბრობდით, თუმცა ამაზე მოდი მე გითხავთ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ბრალდება მინდა გითხოთ, რომელიც გაჟღერდა 2 დღის წინ გამოძიებაც დაიწყო და არის საუბარი, რომ აპარატურის უკანონო გატანის და გამოყენების თაობაზე იწყება გამოძიება. ეს არის სპეციალური კავშირების სააგენტო, რომელიც 5 ოქტომბრიდან გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში და აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ გამოითქვა ეჭვები, რომ თქვენი დაცვის სამსახურის მიერ შესაძლოა ხორციელდებოდეს დღემდე უკანონო მოსმენები. რას უპასუხებდით ამ ბრალდებებს და რატომ გახდა ამ სამსახურის გადატანა პრეზიდენტის დაცვის სამსახურში სავალდებულო არჩევნების შემდეგ? ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახური აღარ არსებობს. ამიტომ აღარ სახელმწიფო დაცვის სამსახური არის პრემიერ-მინისტრის ყოფილი დაცვის თანამშრომელი არის მისი უფროსი. მათია ეს. მათია და თუ სადმე გადაიტანეს ერთი უწყებიდან თავის გადაიტანეს მეორე. მეორე დაიჯეროს. ადმინისტრაციის შენობაზე აქვს საუბარი პრეზიდენტის. სახელმწიფო დაცვის სამსახური ამ შენობაში. ეს არ არის ჩვენი სამსახური. ეს ერთი. მეორე დაიჯეროს ხალხმა, დაიჯერეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ არა ვართ ხელისუფლებაში. აღარა ვართ ხელისუფლებაში. და რო აღარა ვართ ხელისუფლებაში, ამის ყოველთვის ხედავთ გაჩერებულ პროექტებზე, ძალიან ბევრ იმაზე, რაც ჩვენი კურსის ნაწილი იყო, დაკარგულ სამუშაო ადგილებზე, სანდაცვის პრობლემებში, ჩვენ ამას ხედავთ, სხვა რაღაცებს შეიძლება ვიღაცამ ბევრმა დაუმჯობესებას დაინახოს, მაგრამ ჩვენ ყველა თავის კუთხით უყურებს. თქვათ ის ხალხი, ვინც გამოუშვეს ციხიდან, ალბათ აღებს აღიქვებს ძალიან პოზიტიურად, ის 10,000 თუ რამდენიც არის გამოუშვებული, ჩვენ აღარა ვართ ხელისუფლებაში. ჯერჯერობით უკვე აღარა ვართ და ჯერჯერობით არა ვართ. ამიტომ ხა შეუძლია მოსმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მუდმივად იქნება საქართველოს ჩამოყალიბდეს სრულ მასშტაბიან დემოკრატიად, უნდა მოხდეს მთავრობის რამდენჯერმე ცვლა. მე ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ორგანიზებული პარტიაზე ადრე თუ ადრეში. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე. ამ კონსტიტუციაში არის ჩადებული ბევრი მექანიზმები, სადაც შეიძლება ადრეს დათხოვნა პარლამენტის გვენ მე ამის მაგრამ თქვენი ცით რომ მე ამას არ ვაპირებდით თქვენი ცით რომ ეს უფლებამოსილება გადავეცით ამიტომ მე ამის პროგნოზირება მე ჩემს საპრეზიდენტო ვადაში თუმცა თქვენ ამის უფლებამოსილება დაგრჩათ არა ჩემს საპრეზიდენტო ვადაში მე ამას გამოურიცხავ პრაქტიკულად და შემდეგ პარლამენტში როგორ გაალაგდება ძალები ვინ როგორ გაკეთებ ეს არის პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არის ეს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტებს აქვს 4-წლიანი ვადებიც, აქვს 2-წლიანი ვადებიც, აქვს 3-წლიანი. გააჩნია როგორ დაალაგდება შიგნით სიტუაცია. მთავრობასთან არ ურთიერთობა, ბიუჯეტზე მოილაპარაკებენ თუ არა ყოველ წელიწადს პრეზიდენტს რა დისპოზიცია ექნება. ბევრი ფაქტორი, პრემიერი როგორ მდგომარეობაში იქნება, ბევრი ფაქტორი არის. რის გამოდაც ეს შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს. ამიტომ ეხლა მე ნამდვილად აქ ვანგა არა ვარო, ეგ ვიმკითხაო ასეთ თემებზე, ხო? თუმცა თქვენ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ მთავრობას აი ამ ინტერვიუს დროსაც, ხო, ძალიან ბევრი კრიტიკა გაისმა. ამ ფონზე მაინც მინდა გითხოთ, თქვენ როგორც პრეზიდენტ, მხოლოდ ნეგატიურ ნაბიჯებს ხედავთ თუ შეგიძლიათ რაღაც პოზიტივების დაასახელოთ, იმიტომ რომ თავად თქვით, რომ ეს ხალხის არჩევანი იყო, ახალი მთავრობა მოვიდა ამ არჩევნების შემდეგ და ნუ თუ პოზიტიურს თქვათ, ვერაფერს ვერ ხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მე უსურვებ საქართველოს ნებისმიერ მთავრობას წარმატებას. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია როგორც მოქალაქის, როგორც ორი შვილის მამის. რომ საქართველოს მთავრობამ, ნებისმიერმა მთავრობამ, როგორი რიტორიკაც არ უნდა ქონდეს, როგორი სხვადასხვა ფასეულობების მატარებიც არ უნდა იყოს, არ შეწყვიტოს საქართველოს პროგრესი. და რაც თავარია, არ ჩამოშალოს საქართველოს სახელმწიფო. ამიტომ ეს არის იმდენად ჩვენ ერთ ნავში ვზივართ, რომ ამ ნავის სწორი მმართველობის წასვლა არის ჩემი სასიცოცხლო ინტერესი ეს ერთი. მეორე, რაც არის კარგი, რომ ჩვენ შევქმნით ის რაზეც პუტინმა დაგვსაჯა ყველაზე მეტად სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ შევქმნით სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ახლა არის ძლიერი და რომელსაც მე მიმაჩნია, რომ ძირითადად შეიძლება არ აღიარებდნენ, მაგრამ მათ ძირითადად იშვილეს ახალ მთავრობამ
და ეს პოზიტიურია. და ძირითადად აგზერებს ამდენიც თქვა აკრიტიკონ იუსტიციის სახლები რო ზედმეტად ჩქარა მუშაობენ რაღაცა ხო იშვილეს ხო მუშაობენ და არის ადგილობრივ გამჭირვალე შენობებში ხო ეგერ ხსნიან ჩვენ მიერ არ გახსნილ მაგრამ უკვე დამთავრებულ შენობებს ეგერ ჩვენ მიერ ხო ახალციხის სასტუმრო ჩემი ინიციატივით და ბანოს ინიციატივით გაკეთა გახსნეს საზეიმოდ მე ეს მიხარია ყველაფერი მათ გაჭრალეთ მათ ბევრი გააკეთა ამიტომ პოზიტივია რომ შეინარჩუნეს ეს და ამას ეგრევე არ შეესიან და ჩაქუჩებით და ძალაყინებით არ დაუწყეს გრევა და მე მარტო შენობებს არ გულისხმობ ინსტიტუტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს კარგია რომ საგარეო პოლიტიკაში დეკლარაციების დონეზე მაინც უახლოეს ბოლო დრომდე ფიქსირდებოდა ეს გაგრძობითობა ამ ნატოს და დასვენებად თუმცა კიდევ ერთხელ ბოლო ამბებმა ძალიან სერიოზულად ამაფიქრა ძალიან დიდი საფრთხე შექმნა გამიხარდება თუ სოფლის მეურნეობის პროგრამაში მართლა მოუხნავენ გლეხებს თუ თავი რა ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ თევზი კი ან მიუტანოთ სახში თევზის დაჭერა ვასწავლოთ და ამას კიდე მეტი გამიხარდება თუ იაფი კრედიტის პროგრამა მართლა იმუშავებს თუმცა არსებობს ბევრი კითხვა ამ პროგრამის მიმართ ერთ სიტყვით კეთილი განზრახვებიც კარგი რაღაცაა ამიტომ რა თქმა უნდა და მე ამიტომ მე ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს რომ მე აქ ვარ ჩასაფრებულის პოზიციები და რომელსაც მინდა რომ მათ კისერი წაიტეხონ ან ხარი მოიტეხონ აქ საუბარია სხვა რაღაცას ეს არის ასე და ყველა მთავრობა რაღაცას მომატებს რაღაცას დააკლებს და თანდათან ეს გაგრძელდება სხვა რაღაცაზეა საუბარი ის რაც მოხდა ბოლო ხანებში კიდევ ერთხელ საქართველო არის ქვეყანა რომელსაც დაესხა ისტორიაში ყველაზე დიდი არმია რომელიც როდესმე შემოსულა საქართველოს როდესმე ხა ჩვენ კი ლაპარაკობთ ხშირად ისტორიის სავარზე 20000 30000 50000 100000 მაგრამ მოდი თქვათ ხოლმე ზოგჯერ გაზვიადებული ეს ეხა ნამდვილად ვიცით რომ ძალიან დიდი არმია იყო ყოველთვის ასეთი არმიები ქვეყანას იყრობენ ბოლომდე ყოველთვის არ ყოფილა არასოდეს გამოხდა ეხა იძახე რომ იქ ეს რატო საიდან ხალხი საიდან გამოყვა თელი ევაკუაცია რატო თელი ქვეყანა იბომბებოდა ონიდან გამომიგზავნა SMS-ი ადამიანებს რომელზეც დღემდე არ ვიცი ვინ არის გვიშველეთ ბატონო პრეზიდენტო ონი იბომბება ყველა ვიხოცებით რა უნდა მეშველა თელ საქართველოს ბომბავდნენ ამიტომ საიდან მოგვიხდება ევაკუაცია ონიდან ფოთიდან სენაკიდან თბილისიდან თბილისში ჩავნაბადას ვიყავდა ხანის გარშემოცვიოდა ბომბები ხო ასე რომ და ჩვენ ვიყავით სარაკეტატყუებს ხო მახათისთაზე ჩვენთან გვერდზე სასახლის დაში ასე რომ ეს იყო რაც ხდებოდა მიუხედავად ამისა რუსეთმა ვერ აიღო თბილისი და ვერ დაამხო ქართულ საქართველოს ამის შემდეგ საქართველოს განიცადა დიდი პროგრესი საქმის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამის შემდეგ გავეცანით ქვეყანა ბოლოს 5 მილიონი ტურისტამდე ავიყვანეთ ხო აი ამ სიტუაციაში როცა დღეს ამიტომ მე მაგალითად გამიხარდება რომ რუსეთში ღვინო შევიტანოთ გამიხარდება თუმცა კიდე 3-4 მილიონი ტურისტი დამღუნოს წლიანად აქ დავლევით. თუმცა თქვენ ძალიან გაკრიტიკეთ და თქვენ სამ გაცხადებას მოყვა კრიტიკა ჟორიშენკოს წარმომადგენლები როდის იყვნენ ჩამოსულები. ბოდიშავდა ხდეს საქართველოს თავრობა რომელიც ლამის დედას აგინებს ევროკავშირის ლიდერებს რომელსაც გადარჩეს ჩვენ დამოუკიდებლობა იმავე წინა დღეს არ უნდა უხდეს ბოდიშ უხდით ბატონიში ეს ერთდროულად არ გამოდის კარგად არ ჩხეს კარგად ეს სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობ მივესალმები რუსეთში ჩვენი პროდუქციის შესვლას მაგრამ არ მივესალმებ იმათ რომ მარტო ჩამოკითხმობდეს მაგრამ ამას რო გავდოთ გვერდზე რომ დაუბრუნდეთ ამ თავართებას მივესალმები მაგრამ კატეგორიულად მე მიჯნები იმ პირობებში როცა ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენ დამოკიდე როცა ეს ომი არ დამთავრებულა რუსეთისთვის სასურველი შედეგით ნამდვილად და ამას რუსებიც აღიარა როცა მედვედევმა აღიარა 4 წლის თავზე ხო ეს ხო ჩემი მოგონი არა გარდა იმისა რომ მე უნდა ჩამკიდნონ იმ ადგილი და რაღაცა თქო რომ მეზიზღება სააკაშვილი მაგრამ ისეთი მაგარი რეფორმები გაატარეს რომ ჩვენ უნდა ბევრი რაღაც გადავიღოთ ვისწავლოთ ქვეყანა რომელიც თქვა რომ სულ განადგურებას უპირებთ ამ პატარა საქართველოსო 4 წლის თავზე აღიარა 2012 წლის მარტში რომ ამ ქვეყნისგან სხვა შორის უნდა ვისწავლოთ ეხლაო როგორ ვმართოთ რუსეთიო აბა ისა ჩვენ გარშემო აი ხა ხო გვიყურებენ არა მხოლოდ საქართველოს ცხოვრებ ქართველები უკრაინაში ვიცი გვიყურებენ აზერბაიჯანში და მათ ხო იციან აზერბაიჯანში უკრაინაში შუაზე რუსეთშიც როგორ შენატროდნენ საქართველოს რეპუბლიკას. ეხლა შიგნიდან ჩვენ ბევრი რაღაცა სწორადაც აღშფოთებული იყო ხალხი, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ გაჭიროებაზე უბედურებს, მაგრამ მე ხო ვიცი იქ როგორ შეხნატროდნენ საქართველოს რეპუბლიკას. იგივე სომხეთში, იგივე და და დღეს რა თქმა უნდა ეს ხალხი არის ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა, ეხლა დღეს დგას ბევრი კითხვა. აი ამას მიაღწია საქართველოს გახდა ალტერნატიული მოდელი რუსეთის
ამ თელ პოსტსაბჭოს მართლა გახდა ეს იყო რაც არ გაუპატია რუსეთმა რომ მართლა ქვეყანა სადაც არის კორუფცია დანაშაული სადაც ის რითაც რუსეთი მართავდა ხო კორუფცია გრაჩოვმა თვალით ჩაუკრა კიტოვან ომობდა თითქოს და კიტოვან წავიდა ერთად ბიზნეს მოსკოვში კახათარგამაძე ვითომ რაღაცა და კახათარგამაძე იჯდა მერე და რუშაილოსთან ერთად კაფავდა პულს რუსეთში ამიტომ რას ვიძახი ეს ყველაფერი ჩაუჭერეთ ეხლა გაკეთება იმისა რომ საქართველოს დააბრუნო უკან და განცხადება იმისა რომ ან მინიშნება რომ საქართველოს რამეში მაინც არის დამნაშავე იმაში სადაც ვართ სამდე მართალი სადა იმ პირობებში როცა ჩვენი ომი გრძელდება ჩვენი აღშენებლობა ჩვენი რეფორმები ჩვენი ამ ახალი იმიჯი ჩვენი საერთო ჩვენი საერთაშორისო ინტეგრაციით იმით რომ ვილნიუსში მართლა გქონდა შანსი ევროკავშირის პერსპექტივის მიღების ესე გეოპოლიტიკური განატრიალების მიღების აი ამ პირობებში დღეს საქართველოს რამეში დადანაშაულება და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ წყალსაც წაუღია საქართველოს პრეზიდენტი საუბარია საქართველოს სახელმწიფოზე მე ამას კატეგორიულად ვემიჯნები როგორც პრეზიდენტი მე მინდა გავაფრთხილო რომ ეს არის ის პასუხისმგებლობა როდესაც ჩვენ შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში საქართველოს ჩვენ უნდა შევერაჩუნოთ ისე ფასად სააკაშვილები წავლენ მოვლენ ივანიშვილები სააკაშვილები მე არ ვლაპარაკობ სხვა ვიღაცებზე და ბევრი სხვადასხვა ადამიანი და ახალები მოვლენ კიდევ უფრო მაგრები ძალიან მაგრამ ახალი თაობა მოვიდა ისეთი თავარი ეს შედეგი მე ვფიქრობ ვარდების რევოლუცია ერთ-ერთი ჩვენ მარტო ჩვენ ვერ მივეწათ ამას თავარი შედეგი არის ის რომ გაჩნდა ახალი თაობა რომელსაც არამხოლოდ 37 მაინთიანი ბილეთი არ ენატრება და სხვა შეიძლება იმ აგუტინის კონცერტი მინდა ეგ პრობლემა არ არის მაგრამ რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას არასდროს არ დათმობს რომელსაც იცის ჩვენი ადგილი რო არის ევროატლანტიკურ სივრცეში რომელსაც იცის რომ ის რისთვისაც პირველად გაჩნდა შანსი რასაც ვერ მიაღწია სულხან საბაურბელიანმა რასაც ვერ მიაღწია თუნდაც ზვიად გამსახურდია რომელსაც კერმულარი ეწევს ეს სერჟანტი თავისთავად ვერ მიაღწია გულშემატკივრობდა რომელსაც რასაც ვერ მიაღწია მიუხედავად ცდილობისა შევარდნიო სუა იქ დაბნეული იყო და ბოლომდე ვერცეთ მიმართულებით ვერ წავიდა რასაც ვერ მიაღწია ეხლა გვაქვს უნიკალური შანსი და ეს არის ამაზე უარის თქმა იქნება ქვეყნის დამარცხების გაფორმება. საქართველოს არ არის დღეს დამარცხებული. არც გამარჯვებული არ არის, არც გამარჯვებული არ არის, ჩემი აფხაზეთი, ჩემი დედული, ჩემი სამშობლო არის ოკუპირებული. და ცხინვალი. მაგრამ მთავრობას აქვს ბატონო პრეზიდენტო იმის შანსი, რასაც თქვა თქვენმა ხელისუფლებამაც ვერ მიაღწია ამას ფიქრობ. ამ მთავრობას აქვს შანსი მიაღწიოს ბევრად მეც გაგძობადობად შევიდე ხელისუფლება, მაგრამ ამ მთავრობას გამოუჩნდათ სიმპტომები და ეს მე ძალიან მაფიქრებს, რომ გამოაცხადოს პრაქტიკულად ქვეყნის კაპიტულაცია, თუ ამ გზას გაყვება, გამოაცხადოს და რეალურად კიდევ ერთხელ მიმეორებ ჩერჩილის სიტყვებს. ჩვენ გვაქვს არჩევანი, რუსები გეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული თქვენი ტერიტორია, არ გიბრუნებთ. მაგრამ თუ არ გინდა თლიანი ოკუპაცია მოახდინოთ, დაგვითვლით 1 2 3 4 5 გაასამართლეთ თქვენი პრეზიდენტი, მოხსენით ოკუპაციის კანონზე შეზღუდვები, დაიჭერეთ თქვენი სამხედრო ოფიცრები, ვინც გვებრძოდნენ, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინც ოპერაციებს აკეთებთ და აი ყველაფერს თუ გააკეთებთ, მაშინ ჩვენ არ დავიყვოთ დანარჩენ საქართველოს. ესე იგი ჩვენ გვაძლევენ არჩევანს დანარჩენ საქართველოს არაოკუპაციასა და უღირსობას შორის, ოკუპაციას და უღირსობას შორის. მაგრამ თუ ჩვენ ავირჩიეთ უღირსობა, ჩვენ მივიღებთ ოკუპაციას. და ამიტომ ჩვენ როგორც არასდროს უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი, ის ყველაფერი რაც რუდუნებით აქამდე მოვიტანეთ. მადლობა და ბოლო კითხვა მაინც მინდა დაგისვათ. თქვენ თავად თქვით რომ მოდაში შემოვიდა წარსულზე საუბარი, თქვა ძალიან ბევრი ინტერვიუ მიეცით თქვენ არჩევნების შემდეგ და ისაუბრეთ ამ შეცდომებზე, ისიც თქვით რომ პრეზიდენტობა თქვა ამ ფორმით უკვე აღარ ხიბლავთ, რომ ისაუბრეთ თავის დროზე ამ გირგულიანის საქმეზე, ჟვანიეს, რობაქიძის 7 ნომერზე 26 მაისს ამას მხოლოდ იმიტომ ვთვლი რომ ამაზე მოვისმინეთ თქვენი პასუხები, ამიტომ აღარ მინდა რომ დეტალებზე ვისაუბროთ, დროც აღარ არის, უბრალოდ მინდა კითხოთ რომ რა იყო მთავარი შეცდომა, მაინც როგორ ვფიქრობთ იგივე აი გამჭირვალობა ახსენეთ რომ მეტი ის იყო საჭირო საზოგადოებასთან და თქვენი გუნდის წევრები სხვა შორის ხშირად ამბობენ რომ ჯობდა მეტი განმარტებები გაგვეკეთებინა ხალხისთვის მეტი გველაპარაკა ოპოზიცია არ არსებობდა თქვენ თქვით და თქვათ მეტი საშუალება მიგეცათ ოპონენტებისთვის იგივე ლაზიკა ვერ გავაგებინე ხალხო თქვით ამ შესავალს ვაკეთებ მხოლოდ იმისთვის რომ ამ შეცდომების გათვალისწინებით თქვა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ რჩება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში და რა საფიქრებს პირველი მე მაქვს გეგმა რომ დარჩენილ თვეებში 6 თუ 7 თვე ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს სუვერენიტეტი არ დადგეს ამ გამანადგურებელი დარტყმის საფრთხის ქვეშ პირველი მეორე მე იმაზე კი არ მინდა ვისაუბრო მე ვაკრიტიკე მთავრობა იმისათვის რომ ძალიან ორიენტირებულიან წარსულზე თუნდაც ამ სამხედრო ამბების გამოძიებაზე და მომავალზე არ იყურებენ და მეც არ მინდა ზენმეტად დავიწყო წარსულს მე გეტყვით იმაზე რა უნდა გაკეთდეს მომავალში როცა განახლებული გუნდით და ეს დარწმუნებული აუცილებლად მოხდება ეს ჯგუფი ვინც შექმნა ქართული სახელმწიფოები რაღაც განახლებული ფორმით კიდევ ერთხელ და სახეცვლილებებით მოვა უკან თავრობაში რაღაც ფორმით
რა უნდა გააკეთონ მათ, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მაგალითად პირველი რაცაც მე გავაკეთებდი ხელახლა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩემ თავზე არ ლაპარაკობდი ყველა სახელს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რა თქმა უნდა რთულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებში უსაფრთხოების სტრუქტურებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მათი ჩარევა პოლიტიკაში არ შეიძლება. გავწევდით მაქსიმალურად გვერდზე პოლიციას, პროკურატურას, ეს არ არის მათი საქმე, პოლიტიკა. გავწევდით მთლიანად ფინანსური სექტორიდან გვერდზე პროკურატურას. ხო, გავწევდით მთლიანად გვერდზე. მთლიანად. ბევრად უფრო კარგად მოვახდედი იდენტიფიცირებას გაჭირებული ფენების და მართლა ბევრად უფრო დიდ სოლიდარულ დახმარებას მისცემთ გაჭირებულ ფენებს და არა ზოგადად ის რომ აქეთ გავისვათ ფული იქით ყველას მიწე ყველას არა. იმას ვის მოვახდედი სულ კონცენტრაციას ახალ პროექტებზე, მაგრამ ისეთ პროექტებზე, რომელსაც შემოაქვს ფულის კი არა, რომ მარტო რომ ლამაზია და მომწონს შეხედვა, არა. აი პორტი რატო? იმიტომ რომ პორტ შემოაქვს ფული. განვითარება ინფრასტრუქტურის ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური ცენტრები, ამას შემოაქვს ფული. ინვესტიცია ფული შემოდის. თუმცა ამის საშუალებით კონკრეტულად ხელისუფლებაში ხა პირადი გეგმები. წარმოუდგენლად ბევრი რაღაც გაკეთე ხა, მაგრამ მაგალითად ძალიან ბევრად მეტ ადამიანს გავაგზავნე უცხოეთში სასწავლებლად. ეხლა ვიცი რომ და ბევრად მეტ ფულს ჩავდებდი განათლების სექტორში საქართველოს ჩავდებ იმედია მომეცემა ამის საშუალება იმიტომ რომ მოგვეცემა იმიტომ რომ დღეს ბევრი ჩვენი ის არის სტერეოტიპი იქიდან რომ მე მაგრამ ნანო ათასობით ადამიანი გავუშვით საპრეზიდენტო სტიპენდიად 10,000 უნდა გაგვეშვა 10,000 უნდა გაგვეშვა უნდა გაგვეშვა არა მხოლოდ მაგისტრატურაში უნდა გაგვეშვა ზაფხულის ბანაკებში მეზობელ ქვეყნებში გაეცროთ ხალხი საქართველოში ბევრად მეტი უნდა ევლოთ პატრიოტთა ბანაკი ხა კი უნდა დაგუკეტა პირიქით 10-20 ახალი უნდა გაიხსნას უნდა იარონ უნდა მიიღონ ეს გამოცდილება განათლებაში არის ჩადებული ძალიან ბევრი ფული მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ იმ შესწავლების შემცირებაში შეება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მე მოგახსენეთ რომ იურისტი ვარ, მაგრამ იურისტობას აღარ ვაპირებ. რაც შეეხება საკითხს, საქართველოს თავის იმ მონოპოლების გადარჩენა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემზე პირადად რაც ხდება დამოკიდებული, რომ ეს მონოპოლები ჩვენ გადავარჩინოთ და მეორე რასაც გავაკეთებ ასევე, რომ ახალ ხალხს შევეცოდო ბევრად მეტ ახალ ადამიანს გაუხსნა გზა პოლიტიკაში. ანუ საპრეზიდენტო ვადის სამწურის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩება პოლიტიკაში, ნიშნავს ამას. ხა თუ ტრაქტორისად არავინ არ მიყვანს, ეჭვი მაქვს რომ არ მიყვანს, ხო? მე მქონდა შემოთავაზებდი ეხას მაქვს სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სერიოზულ თანამდებობებზე, მაგრამ ჩემი გული, ჩემი სული არის საქართველოში. მე დავპირდი გუშინ ანის და ლევანს, გიორგი ანწეხველიძის შვილებს. დავპირდი ჩემ გულში, პირდაპირ ხა იქ ვეთამაში და რაღაცა დავთვალიერებ სასახლე, მაგრამ ჩემ გულში დავპირდი და ეხა შემიძლია ტელევიზორთან დავპირდი, ისე რომ საქართველოს არ იქნება თავისუფალი, მე ამ ბრძოლიდან არ გავალ. საქართველოს ამ ბრძოლაში ბოლომდე არ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა ჯერ თავიდან ავიცოდოთ კაპიტულაცია დამარცხება ახლა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საბოლოო გამარჯვების. სანამ საქართველოს არის ოკუპირებული, სანამ საქართველოს არ არის ბოლომდე ჩაბეტონებული ევროატლანტიკურ სივრცეში, სანამ ეს რუსეთი, რომელსაც 5-6 წელიწადში იმის გამო რომ ენერგეტიკული კრიზისების სხვა ბევრად მეტი პრობლემა იქნება, მაგრამ ეხლა არის ასეთი საშიში. როგორც არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მობილიზებულები და რაც თავარია, არაფერი დაუშავოთ ჩვენ ქვეყანას, შევინარჩუნოთ რაც არის და წავიდეთ წინ და თუ ამ მთავრობას შეუწყობ ხელს და ამ გამოცდილებას გავუზიარებ, მე დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი უფასო კონსულტანტიც. მართლა ვაღოთ. ამას ვამბობ, როგორც ჩემი შეთავაზე პრემიერ-მინისტრი, არა როგორც პარტიული ლიდერი. ანუ ხშირად იკონტაქტებდით სიამოვნებით ვიქნები მისი კონსულტანტიც ამ არჩევნების შემდეგ, მარჩენის საპრეზიდენტო ახალი პრეზიდენტის კონსულტანტი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ. ეს იქნება ყველაზე მეტი ჯილდო რაც შეიძლება მიიღო და გადარჩეს ჯერ ერთი ამ საფრთხეებისგან და წავიდნენ წინ. ეს არის კონსულტანტობას აპირებთ ოპოზიციაში აქტიურად ყოფნით. მე ვფიქრობ რომ თუ კონსულტანტად მიმიღებენ, ბევრად უფრო მეტად სიამოვნებით ვიქნები მათი კონსულტანტი თუ რჩევას დაიზიარებენ და ხა თუ არა და ყოველთვის არის პოლიტიკაში ფორმა არსებობს. დღეს ბევრი რაღაცა საქართველოსთვის მართლა წყვება. დღეს არის ეგზისტენციალური საფრთხე და ეხა დღეს მარტო მე კი არა. მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართული ამ ეგზისტენციალურ საფრთხეების თავიდან აცილებაში. ამიტომ მე მინდა ყველას კარგად გქონდეს გააზრებული, რა წდება უახლოეს დღეებში, კვირეებში, თვეებში და შემდეგაც ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა. თითქმის 2 საათია ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. უღრმესი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი. ხო, ბევრია ხოლმე თემა, კიდევ უამრავი თემა, რაზეც შეგვეძლო გვესაუბრა, თუმცა უკვე მართლა ბევრი დრო გავიდა. ძალიან დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი ამ შემთხვევაში, რადგან ომზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, პასუხობდა პოზიციის კითხვებს. მე პარასკევამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დიდი მადლობა.